სიმსუქნე კი როგორც ასეთი მდგომარეობა განისაზღვრება როგორც 30 და მეტი BMI-ის მქონე ადამიანი. BMI-ის განმარტავ რა არის ხო სხეულის მასის ინდექსია. სხეულის წონა კილოგრამში გაყოფილი სიმაღლეზე მეტრ კვადრატზე. რა არის მეტაბოლური სინდრომი? მეტაბოლური სინდრომი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. 5 კომპონენტია, ოღონდ აქედან 3-ს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი. იმავე მეტაბოლურ სინდრომში საერთოდ არ მოვიაზრებთ BMI-ს, ანუ სხეულის მასის ინდექსით კი არ ხდება კრიტერიუმის განსაზღვრა. განსაზღვრა ხდება ხოლმე გარშემოწერილობით. და რატომაც ვეძახით უკვე ამას დაავადებას არის ის, რომ გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს. დღეს ჩემი სტუმარია ნუკი მიქაბერიძე, ენდოკრინოლოგი, სუბსპეციალობით ნუტრიციოლოგი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სიმსუქნეზე, წონის მართვაზე, ნუტრიციოლოგიაზე და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და ზარის ღილაკსაც დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოგრჩეთ. დიდი მადლობა. გამარჯობა ნუკი. გამარჯობა. მიხარია რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. ასევე. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ეს არის სიმსუქნე, როგორც დაავადება. და აი რომ დავიწყოთ პრინციპში აგვიხსენი რა არის სიმსუქნე, როგორც დაავადება. ოკეი. მოდი ასე გავუყვეთ, სიმსუქნე განვიხილოთ როგორც დაზიანებული ცხიმოვანი ქსოვილი, ანუ ანთებადი ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც უფრო მეტად ჩალაგებულია ხოლმე ცენტრალურად ვისცერალურ ცხიმს, რასაც ვეძახით ხოლმე. და ძირითადად დღესდღეობით სიმსუქნე კი როგორც ასეთი მდგომარეობა განისაზღვრება როგორც 30 და მეტი BMI-ის მქონე ადამიანი. BMI-ის განმარტავ რა არის ხო სხეულის მასის ინდექსია, რომელსაც ძალიან მარტივად ვთვლით სხეულის წონა კილოგრამში გაყოფილი სიმაღლეზე მეტრ კვადრატზე, ხო? BMI 30 და მეტი უკვე ითვლება სიმსუქნედ. მაგრამ BMI თვითონ მაჩვენებელი ძალიან ბევრ რამეს არის ხოლმე მოკლებული, ანუ არ გვაძლევს საშუალებას, რომ თავიდან ბოლომდე განსაზღვროთ რა პრობლემა დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან, ანუ არ გვაძლევს წარმოდგენას სხეულის კომპოზიციაზე, მაგალითად. იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს 30 და მეტი BMI, ჰქონდეს 26-27, ანუ ნორმალური BMI არის 25-მდე და 25-დან 30-მდე ითვლება როგორც ჭარბი წონა, ხო? შეიძლება ორი ადამიანი რო შევადაროთ ერთმანეთს, ორივეს მაგალითად BMI აქვს 26, ერთს ჰქონდეს ეს კონკრეტული მაჩვენებელი, იმიტომ რომ კუნთოვანი მასა აქვს კარგად განვითარებული და საერთოდ არ აქვს ეს ცენტრალურად ჩალაგებული ცხიმი. მეორეს კი პირიქით, თითქმის არ ჰქონდეს კუნთოვანი ქსოვილი კარგად განვითარებული, ნუ არ ვარჯიშობდეს და ასე შემდეგ. შეიძლება გავლილი ჰქონდეს რაღაც წონის კლებამატების ციკლებიც კი. და ჰქონდეს უფრო მეტად დომინანტი ეს წელის გარშემოწერილობის გამზრდელი ცენტრალურად ჩალაგებული ცხიმი. ამ ორ შემთხვევაში მათი მეტაბოლური პროფილი სრულიად განსხვავდება ხოლმე და ახლა რომ წარმოვიდგენთ უკვე BMI 30 და ზემოთ, რომელსაც უკვე სიმსუქნეს უწოდებთ, აქ უკვე საკმაოდ გამოხატულია ცხიმის დომინანტობა და კუნთოვანი მასა როგორც წესი უკანა პლანზე გადადის ხოლმე. და რატომაც ვეძახით უკვე ამას დაავადებას არის ის, რომ ცხიმოვან ქსოვილს თუ კი ის განიცდის ჰიპერტროფიას და არა ჰიპერპლაზიას და განმარტავეს რას ნიშნავს. ჰიპერპლაზია არის ხოლმე ცხიმოვანი უჯრედების გამრავლება, ესეთი ადაპტაციური პროცესია, რომელიც ხდება ხოლმე და იკანქვეშა ცხიმში და ამ შემდეგ შეიძლება რომ შეგხვდეს. მაგრამ როცა უკვე ჰიპერტროფიას განიცდის, ან თითოეული უჯრედი ცდილობს რომ გაიზარდოს ზომაში და ფაქტობრივად მას რესურსს აღარ ყოფნის, რომ ისეთ ბუნებრივად ჯანსაღად განაგრძოს არსებობა, ამ დროს იწყება ხოლმე ჟანგბადის ნაკლებობა ადგილობრივად, შეიძლება შემაერთებელი ქსოვილი ჩალაგდეს, ანუ ფიბროზი, ქრონიკული ანთების კერად შეიძლება ეს გადაიქცეს და ზუსტად აი ეს ხდება ხოლმე აი ცენტრალურად ჩალაგებულ ცხიმში, ვისცერალურ ცხიმში, რომელიც სიმსუქნის მთავარი წამყვანი პრობლემაა და ზუსტად ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რატომ ვუწოდებთ მას უკვე დაავადებას. და ვიცით, რომ ასეთი ტიპის ცხიმი იწვევს ქრონიკულ ანთებას, შემდეგ ინსულინ რეზისტენტობას, ამას მოყვება ხოლმე ქოლესტერინის დონის დარღვევა, მოყვება არტერიული წნევის მატება და საბოლოო ჯამში უკვე რაღაცა გადავდივართ მეტაბოლური სინდრომისკენ. რა არის მეტაბოლური სინდრომი, მოდი ესეც ვთქვათ. კი ბატონო, მეტაბოლური სინდრომი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. 5 კომპონენტია, ოღონდ აქედან 3-ს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი. და სხვათა შორის იმავე მეტაბოლურ სინდრომში საერთოდ არ მოვიაზრებთ BMI-ს, ანუ სხეულის მასის ინდექსით კი არ ხდება კრიტერიუმის განსაზღვრა. განსაზღვრა ხდება ხოლმე გარშემოწერილობით. ნუ ეს გარშემოწერილობას ვინსად გაზომავს, ეს ამის ბევრი ვარიაცია არსებობს, ძირითადად ჭიპის დონეზე ზომავენ ხოლმე, თუმცა უფრო სწორია რომ აი ევროპის კუთხით თუ ვიმშოვებთ ევროპას
ევროპაში შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს, ამერიკაში ცოტა განსხვავებული. თეძოს წინა ზემო წვეტსა და აი ნეკნის ქვედა ნეკნის ბოლო კიდეს შორის შუა წერტილის დონეზე ჰორიზონტალურად უნდა გაიზომოს, მაგრამ ძირითადად პრაქტიკაში რაც ვუყურებ, მაინც ჭიპის დონეზე ვაკვირდებით ხოლმე, უბრალოდ ეგაა, რომ ცოტა სიმსუქნის დროს შეიძლება ეს ჭიპის მდებარეობა ცოტა ქვემოთ ჩამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში თავი იდეა არის ის, რომ ყოველთვის ვუყურებთ გარშემოწერილობას, ანუ ცენტრალურად რამდენად არის ეს ცხიმი განლაგებული, ეს გვაინტერესებს და არა თვითონ BMI-ის მონაცემს. მეორე კომპონენტი მისი ეს არის, მეორე და მესამე კომპონენტი მეტი ასე ვთქვათ, ქოლესტერინის დარღვეული დონე, ერთი არის დაბალი HDL-ი და მეორე არის მაღალი ტრიგლიცერიდი. HDL-ი მარტივად რო განვარტო, არის ყველაზე ესეთი კარგი დამცველობითი ტიპის ქოლესტერინი, რომელიც სულ ცდილობს ხოლმე რომ დაალაგოს ეს ჩვენი დაბინძურებული სისხლძარღვები და პერიფერიიდან წამოიღოს თუ კი რამე ზედმეტი არის ასე ვთქვათ დაგროვილი, მარტივენაზე ვამბობ უბრალოდ და ტრიგლიცერიდები მომატებულია ხოლმე მათი დონე როგორც წესი. ძალიან ხშირია თუ რაციონში გვაქვს მარტივი ნახშირწყლები ჩართული, ტკბილეული, ცომეული და ასე შემდეგ და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცხიმიან საკვებსაც თუ ხშირად და აქტიურად მოვიხმართ. ეს ორი შემდეგი კომპონენტი და მეოთხე და მეხუთე რაც დარჩა უკვე არის დარღვეული წნევა და დარღვეული შაქრის დონე. ანუ узმოთ გლუკოზა მაგალითად 100 და მეტი, ან არტერიული ჰიპერტენზია როგორც წესი გამოხატული. ამ ხუთი კომპონენტიდან სამით უკვე აქვს ადამიანს შეგვიძლია უწოდოთ, რომ მეტაბოლური სინდრომი განვითარდა და მეტაბოლურ სინდრომს შემდეგ აქვს ხოლმე თავისი შედეგები თავისთავად. ეს ყველაფერი რაც ვახსენე უკვე პრობლემაა, პრედიაბეტის, დიაბეტის რისკი, წნევის დარღვევა და სხვა და სხვა და შემდგომში ეს ყველა ორგანოზე თავისთავად ცუდად აისახება. და სიმსუქნის მქონე ადამიანები ძირითადად რა გამოწვევების წინაშე დგანან? ძალიან ბევრი, ასე ვიტყოდი. ერთი ის, რომ თვითონ მდგომარეობა არ არის მხოლოდ გარემო ფაქტორებით განპირობებული, გენეტიკაც თავის როლს თამაშობს და ზოგჯერ კი არა უმეტესწილად ეს არის ხოლმე კომბინაცია, გენეტიკა პლუს კომბინაცია და ზოგჯერ არის რაღაც მდგომარეობები, რომლებსაც უბრალოდ ჩვენ თვითონ მარტივად ვერ ვმართავთ და ზოგჯერ ამას ჩვენსავე ნებისყოფას ვაბრალებთ ხოლმე. ობესოგენური გარემო ასე ვთქვათ, რომელიც მუდმივად გვთავაზობს ბევრ ისეთ მაღალკალორიულ, დაბალნუტრიენტულ პროდუქტს და გვინდა არ გვინდა გემრიელი ეს ყველაფერი და ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს რაციონში და ალბათ ნაკლები ცნობიერება იმ მხრივ რა ავარჩიოთ ყოველდღიურად, როგორ დავაბალანსოთ ჩვენი თებში, რაზე გავაკეთოთ მეტი აქცენტი, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი ადამიანები ახსენებენ ხოლმე, უკვე ძალიან შემოვიდა ეს ფრაზები food noise ეგრეთ წოდებული, ხო, საკვების ესეთი ხმაური, რა ემოციური კვება და ასე შემდეგ და ზოგჯერ რეალურად ემოციური კვებაც არა, ზოგჯერ პრობლემა იმაშია, რომ დაბალანსებული არაა რაციონი და რაღაც გარკვეული ნუტრიენტები გვაკლია. გვაკლია ცილა, გვაკლია რთული ნახშირწყლები, გვაკლია ბოჭკო, ვერ ვნაყრდებით და მე სადღაც თავისთავად ჩვენს ტვინს, ჩვენს ნერვულ სისტემას მით უმეტეს იმ სტრესში და იმ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, თავისთავად სჭირდება, რომ რაღაცით განიტვირთოს და დოფამინს მისცეს გზა ფართო, ტკბილეულს წაწვდეს, შეიძლება რაღაც სასმელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ პირველ რიგში მით დავიწყებდი, რომ გენეტიკა თამაშობს გარკვეულ როლს და ზოგჯერ უბრალოდ ესე მხოლოდ გარკვეული ჩარევებით მარტივი არა ხოლმე ამის მართვა, მაგრამ გარემო ფაქტორები ასევე ემატება და ეს არის ხოლმე მე ძალიან დიდი წინაღობა ადამიანებისთვის. და ძალიან ხშირად და სამწუხაროდ მივდივართ იქამდე, რომ წონის კლება მატების ციკლში გადადიან ხოლმე ადამიანები. და ჩემი აზრით და ის არ არის მარტო ჩემი აზრი, ანუ ყველა კონგრესზე თუ კონფერენციაზე ამაზეა ხოლმე საუბარი, რომ ეს არის კიდე ერთ-ერთი ძირითადი მტერი აი ამ მთელი პროცესის, იმიტომ რომ მთელ ამ წონის კლება მატების ციკლებში აზრი და იდეა არის ის, რომ თუ არ ვაპრიორიტეტებთ რაციონში ცილას, თუ არ ვარჯიშობთ, არ გვაქვს ესეთი აქტიური, გულისხმობ ძალისმიერი ვარჯიში, ზოგჯერ მხოლოდ სიარული და ძუნძული და ასე შემდეგ არ შველის ხოლმე ამასაც განმარტავ რატო თუ არ გვაქვს ადეკვატური კალორიული დეფიციტი და ფაქტობრივად რაღაცა შიმშილით ვცდილობთ რომ დავიკლოთ ან ვართ მონოდიეტებზე ამას მოსდევს ის რომ ძალიან მალე ცხიმთან ერთად ორგანიზმში ქვეითება კუნთოვანი მასის დონეც და ყოველი აი ამ პროცესის ჩამთავრების მერე ტენდენციაა რომ უფრო მეტად მოვიმატოთ და კვლევებიც ჩატარდა ამაზე რომ ყოველი ასეთი 10 ციკლის მერე შეიძლება ადამიანს საბოლოო ჯამში ნამატი გამოუვიდეს საწყისთან შედარებით დაახლოებით 7.5 კილოგრამი ცხიმითაც კი. ანუ რაც იყო ადამიანი ამ 10 ციკლის უკან რა წონასაც იწონიდა და რა რაოდენობის ცხიმიც ჰქონდა, ამაზე 7.5 კილოგრამით მეტიც კი მოიმატოს. და კუნთრა ემართება ამ დროს
დროს კუნთი რა თქმა უნდა პროგრესულად ქვეითდება. იმიტომ რომ ამ ციკლებს შორის არავინ არ ცდილობს ხოლმე, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ესე ხდება, რომ ნაკლებად ცდილობენ ხოლმე კუნთის მასის შენახვას და მით უმეტეს ვარჯიშს და მით უმეტეს მის ზრდას, ხო? ყოველ კლებაზე თუ შეიძლება 3 პორცია ცხიმზე მოდიოდეს და 1 პორცია კუნთზე, ყოველი მატებისას 1 პორცია შეიძლება კუნთი მოვიმატოთ და 8 პორცია უკვე ცხიმი. სადაც უკვე ძალიან დიდ დისბალანსთან მივდივართ ცხიმოვან მასასა და კუნთოვან მასას შორის. და აი ისევ იმ პროცესს ვუბრუნდები თავიდან რომ ახსენე, რომ ეს ცხიმოვანი მასა გამოყოფს ადიპოკინებს, რომლებიც მუდმივ მანთებას განაპირობებენ ინსულინ რეზისტენტობას და სხვა პრობლემებს, მაშინ როცა კუნთოვანი მასა ცდილობს რომ მიოკინებით რაღაც საპასუხო დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და საპასუხო სიგნალი თუ პასუხი მოდი ასე ვთქვათ გასცეს. და ჩვენ თუ კუნთოვან ქსოვილის მასას შევამცირებთ, ხელოვნურად ფაქტობრივად ესე გამოგვივა და ცხიმს გავხდით დომინანტს ორგანიზმში, ეს ნამდვილად არ წაგვადგება სამომავლო პერსპექტივაში. და მარტივად რომ თქვათ, რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით უფრო მეტ კალორიას ასწავს ადამიანის რო იჯდეს, ხო? ხო, ძალიან დიდი პროცენტით არის ზრდება, თუმცა მცირედი პროცენტით ნამდვილად საერთო ჯამში დღის მანძილზე გამოყენებული კალორიების, გახარჯული კალორიების რაოდენობა იმეტებს ტონუსში ვართ და კუნთოვანი მასაც უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. შეიძლება საერთო ჯამში ეს არ იყოს რაღაც ძალიან დიდი ციფრი, მაგრამ კი, ნამდვილად ისრდება. ნუ საკუთარ გამოცდილება შემიძლია თქვა, რომ ნამდვილად ესეა. და თან განსაკუთრებით 30 წლის მერე, როცა კუნთოვანი მასა ისედაც განლევას იწვევს ქალებში განსაკუთრებით. კი, ქალებში განსაკუთრებით და ზოგადად რაც უფრო მეტად ასაკი იმატებს, სარკოპენიის, ანუ კუნთოვანი მასის და ფუნქციის დაქვეითების რისკი ნამდვილად იმატებს და ზუსტად აი ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს, რომ სარკოპენიულ სიმსუქნესთან გვაქვს ხოლმე როგორც წესი საქმე. შენ ახსენე, მაი დაბალანსებული თებში ვთქვათ. შეგვიძლია ვურჩიოთ მაყურებელს თავად როგორ შეძლოს დაბალანსება ამ თებში, ვთქვათ, ნუტრიციოლოგთან მისვლის გარეშე, თუმცა მგონია რომ ნუტრიციოლოგთან მისვლა, როდესაც ესეთი გამოწვევის წინაშე დგახარ აუცილებელია. კი. დაგეთანხმები, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ის რაღაც ზოგადი პრინციპები, რომლებსაც ადამიანი რომ გაყვეს და ეცადოს ბალანსი დაიჭიროს სადღაც დღის მანძილზე, ნამდვილად ეხმარება ხოლმე და ყველა პროდუქტის აწონვა, გაზომვა და გრამებით და კალორიებით დათვლა თავიდან არ არის ხოლმე საჭირო, თუმცა რაღაც ეტაპზე თავისთავად კალორიული დეფიციტის გარეშე წონის კლება უბრალოდ ფიზიკურად არ ხდება. უბრალოდ შეიძლება რომ ბუნებრივადაც მოიქცე ამ კალორიულ დეფიციტში, თუ ცდილობ რომ დააბალანსო რაციონი. მნიშვნელოვანია მივანიჭოთ დიდი უპირატესობა ცილას, ანუ ცილის კარგი წყაროები, ხარისხიანი წყაროები, ყველა კვებაზე გქონდეს აუცილებლად ჩვენს თეფშზე. შეიძლება ეს იყოს ზოგიერთ კვებაზე ხორცი, ზოგიერთ კვებაზე რძის პროდუქტი, კვერცხი, ასევე პარკოსნებიც აუცილებლად უნდა მოვიაზროთ აქვე. მელობიო, მუხუდო, ბარდა, ოსპი და სხვა და სხვა. თხილეული თესლეულში შედის ასევე ცილა გარკვეული რაოდენობით, არა ახლა იმ რაოდენობით, რომ მაგალითად ერთ კვებაზე მხოლოდ ამაზე ვიყოთ დამოკიდებული. თუმცა დღის მანძილზე ესეც თავის საქმეს გააკეთებს. ცილის გარდა აუცილებლად ცილას თუ დაუთმობთ მაგალითად 1/4 თეფშზე ადგილს, ცილის გარდა აუცილებლად 1/4 უნდა დაუტოვოთ ნახშირწყლებს, ოღონდ კარგი ხარისხის ნახშირწყლებს, რთულ ნახშირწყლებს. რომელია კარგი ხარისხის კი ბატონო, მთელმარცვლოვანი პროდუქტები. მაგალითად ცეხვილი პური, მთელმარცვლოვანი პური, შეიძლება იყოს მუქი ფერის ბრინჯი, შეიძლება იყოს მთელმარცვლოვანი შვრია და არა შვრიის ფანტელია, სწრაფად რომ ამწოდებთ ხოლმე, ქინოა, ბულგური და სხვა წიწიბურა და სხვა, ხო? რატოა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მთელმარცვლოვან პროდუქტში შენერჩუნებული არა მხოლოდ ეს გული, რომელიც მხოლოდ ნახშირწყლით არის ავსე, არამედ გარეთა და შუაგარსი თვითონ მარცვლის, რომელშიც ბოჭკოს გარდა არის ცილაც, არის ბეჭდების ვიტამინები და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი. ასე რომ ისინი გვანიჭებენ დანაყრების ხანგრძლივ ეფექტს და გლუკოზის შედარებით სტაბილურ დონეს გვინარჩუნებენ სისხლში, ანუ არ ხდება ხოლმე ისეთი გლუკოზის სწრაფი მატება და შემდგომ კლება და პლუს ამას, როგორც ვახსენეთ, ცილაც შედის მათში და რატომაც არა, თუ ცილის რაღაც ძირითადი წყარო თეფშზე გვიდევს, ნაწილობრივ ვიყოთ დამოკიდებული ამ ნახშირწყლებზეც, ხო? და თეფშის ნახევარი შეგვიძლია თავისუფლად დაუტოვოთ ბოსნეულს, ბოჭკოთი მდიდარ ბოსნეულს, რაც უფრო ფერადი იქნება ჩვენი თეფში. ძალიან ბევრია ასეთი და ბოჭკო მარტო ბოსნეულში არ შედის, ხილში შედის პარკოსნებში შედის, მთელმარცვლოვან პროდუქტებშიც როგორც უკვე ვახსენეთ. მე უფრო ვრჩევდი რომ რაც შეიძლება ფერადი იყოს სალათი, შეიძლება იყოს ცოცხალი ფორმით, შეიძლება გრილზე მომზადებულიც, მაგრამ ცოცხალი და დამუშავებული
მჟავებელი ბოჭკოს უფრო მეტად ინარჩუნებს ხოლმე. იმისთვის რომ სხვადასხვა ნუტრიენტი, ვიტამინი და ასე შემდეგ მივიღოთ, რაც ფერადი იქნება უკეთეს და დანარჩენი მათი არჩევანია, რაც უყვართ. ზოგი ადამიანისთვის ცოტა რთულია მოუმზადებელი ბოსტნეულის მირთმევა, იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ არის რაღაც შებერილობის განცდა და აი როგორ უნდა მოამზადოს ისე რომ ბოჭკო არ დაკარგოს აი რამდენი ხანი. მესმის. მაგალითად ბოსტნეულთან ერთად ეხა რახან მომზადებაზე ვახსენეთ, მარცვლეულზე ვახსენებ და ბარემ პარკოსნებს, აი დალბობა მნიშვნელოვანია ხოლმე 12-24 საათი მაინც საერთოდ 32-იც, მაგრამ მაგდეხანს ფიზიკურად არ გამოდის ხოლმე დღევანდელობაში, ამიტომ ვიტყოდი რომ აი ეს რაღაც მინიმალური პერიოდი მაინც რომ დავალბოთ, ასეთი ტიპის მარცვლეულიც და პარკოსნებიც უკეთესი იქნება, რომ ფიტატები მათ შეარსებული გავენეიტრალოთ და ამან არც შებერილობა გამოიწვიოს და არც მათ შეარსებული ნუტრიენტების იგივე პარკოსნებზე გულისხმობ ხო ლობიოს მომზადების ხო წინ არ დაუკავშირდეს და რაღაცა შეწოვის პრობლემები არ გამოიწვიოს. ბოსტნეულს რაც შეეხება შეიძლება იყოს გრილზე მომზადებული ამ დროს უფრო მარტივად მოსანელებელი ხდება ხოლმე გარკვეული ტიპის ბოსტნეული ადამიანებისთვის და ისეც არის გარკვეული ბოსტნეული რომელსაც ცოცხლად ესე არც მივირთმევთ და ყოველთვის გარკვეული თერმული დამუშავება სჭირდება ხოლმე მასწ. ეს დაბალანსებული თებში გავიარეთ. ერთს დავამატებ კიდე რომ პრინციპში ანუ მაკარონი, პასტას ჭამად შეიძლება თელმარცვლოვანი ცოტა რუხი ფერის რომელიც არის და კარტოფილი სხვა შორს რატომღაც გამომრჩა ხა ნახშირ წყლებში, მაგრამ არც კარტოფილს ვერ ჩით არაფერს ასე რომ და ბატატი არის კიდე ეს ტკბილი კარტოფილი ძალიან სასარგებლო. თუმცა არის მაგალითად ძალიან ხშირად მომისმენია პოდკასტებში, რომ რაც უფრო ნაკლებ კრახმალს მიიღებ, თითქოს უკეთესია და აი მაგაზე რას ფიქრობ? მე ვცდილობ რომ მოვერიდო ხოლმე მაგალითად, აი ძალიან ხშირად არ მივირთვან მარტო კარტოფილი არ ვჭამ და ცოტა შევურიო. აი რას სახამებელი ხო რა განვიხილოთ ესეთი რთული ნახშირწყლის წყაროა ერთ-ერთი რთული ნახშირწყალია რეალურად რომელსაც გლუკოზაზე არ აქვს ესეთი ცუდი გავლენა რომ მაღალ პიკებს არ იწვევს მით უმეტეს თუ ასეთ პროდუქტს მაგალითად გავაცივებთ ცოტა ხანი დავაყოვნებთ ოთახის ტემპერატურაზე ან თუნდაც მაცივარში შევინახავთ და შემდეგ მივიღებთ კიდევ უფრო ესეთ რეზისტენტულ სახამებლად გადაიქცევა ხოლმე და არ აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი ესეთი შედარებით დაბალანსებული პროდუქტია რა თქმა უნდა დღის მანძილზე უფრო ვემხრობ იმას, რომ მრავალფეროვნება იყოს, ახლა მთელი დღე პირველ და მეორე და მესამე კვებაზე კარტოფილს მივიღებთ, თუმცა სადღაც მასაც თავისი ადგილი აქვს, ასე რომ მე არ ვერჩი არაფერს. ეხა მომხდარში რომ კრახმალი ვახსენე და სახამებელი მოდიში, არა, ეგ არა. მაყურებლისთვის ამბობ, იმიტომ რომ მე ხო იცი მიდის წერა რომ კი, ჩასაფრების პოზიციიდან ბევრია ხოლმე საკუთი. კი და მოკლედ ეს არის რა ქვია, დავაფიქსირე ეგ შეცდომა. ხო, მოდი ეხა გავაგრძელოთ ჩვენ, რახან მომზადებას მივადექით. მე მაინტერესებს ესეთი რაღაც თქვათ, აი ზეთებზე რო გითხრა, როგორ რამდენად მნიშვნელოვანია იმის კონტროლი, რომ მივიღოთ არარაფინირებული ზეთი და მოგვიყვა ამის შესახებ. არარაფინირებული ზეთი, ისევე როგორც თხილეული, თესლეული ან ავოკადო ან ზეთის ხილი ან ჯანსაღი უჯერი ცხიმების წყაროებია, თავისთავად რაციონში უნდა იყოს. ეგ კი არა გვეუბნებიან რომ ცხოველური ცხიმები უფრო მეტად ვაკონტროლოთ რაციონში და სამაგიეროდ უჯერი ცხიმები გავზარდოთ, ანუ ვისაც არ აქვს რაციონში. მცენარეული კი. მცენარეული ცხიმები გავზარდოთ და ვისაც არ აქვს რაციონში პირიქით ურჩევდი რომ შემოიტანოს, უბრალოდ მანდაც დოზის კონტროლი მნიშვნელოვანია, ხო? იგივე ზეთს მაგალითად 2-3 სუფრის ყოფს თუ მოვესხამცალოთ ეს კალორიებს ძალიან გაზრდის, იმიტომ რომ ცხიმი ზოგადად კალორიულად რომ შევადაროთ 1 გრამი ცხიმი თუ 9 კალორია, 1 გრამი ნახშირწყალი ან 1 გრამი ცილა 4 კალორია, ხო, დაახლოებით რა ვიღოთ. იმიტომ აი ორჯერ და მეჯერ კალორიულია. ამიტომ არის რომ აქ დოზის პორციის კონტროლს მნიშვნელობა აქვს, აი თხილეული მაგალითად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე დოზის გადაჭარბება. თან ისეთია გემრიელია, გინდა არ გინდა რომ შეყვები გემრიელად შეჭამ. ავოკადო თუმცა გემრიელესი უნდა იყოს რაციონში, მაგრამ დოზას არ უნდა გადავაჭარბოთ, ხო? დოზას როგორ ვიხარ, რა თქმა უნდა არ არსებობს ესეთი დადგენილი დოზები კონკრეტული ადამიანისთვის, უბრალოდ დღის მანძილზე როგორღაც უნდა დაბალანსდეს ეს. ჩვენ თან ახლა ალბათ საუბრობთ სიმსუქნის მართვაზე და ახლა ადამიანს რომელსაც არ აწუხებს ზედმეტი წონა, სავარაუდოდ ესე არ გააკონტროლებს ახლა შეიძლება. როდესაც წონა არ გაწუხებს, შეიძლება რომ არარაფინირებული ზეთი უფრო მეტიც მიიღო, რა თქმა უნდა და მთლიანი ავოკადოც მიირთო და თუ არ გაწუხებს, ალბათ ეს შეზღუდვა არ არის, ხო? ხო, უბრალოდ დღის რაციონში ცხიმებსაც მაინც და მაინც საერთო ჯამში არ უნდა გადავცდეთ, ანუ ყველაფერს ხო, და აი რატო არ უნდა გადავცდეთ?
საერთო ჯამში იმ იდეით რომ ერთი რომ მეტად შეიძლება რაღაცა კალორიულ, გულისხმობ შეიძლება რაღაც ეტაპზე ადამიანის წონის პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მეტაბოლიზმი ნელდება, ხო? ყოველ 10 წელიწადში რაღაც დონით იკლებს ეს ჩვენი მეტაბოლიზმი და ძალიან ხშირად ვსვენია ხოლმე რომ აი ქალებისგან განსაკუთრებით რომ აი 10 წლის წინ რომ ვიკვებებოდი, ეხლაც რომ ვიკვებები ზუსტად ისევე უკვე წონაში ვიმატებ. და უბრალოდ ჩვევის ამბავიც არის ეს, ხო? ელემენტარულად რომ რაღაც ძალიან მიჩვეული რო ვარ, თუნდაც იგივე თხილეულ თესლეულს ხშირად მოხმარებას, სადღაც შეიძლება ამან უკვე კალორიულ პროფიციტში მოგვაქციოს. ეს ერთი და მეორე უბრალოდ ისეთ გაიდლაინებითაც ხო ვიცით რომ დაახლოებით რა წილი მოდის ნახშირწყალზე რაციონში, რომელიც სადღაც 50%-იც კი შეიძლება იყოს დღიური რაციონის და რატომღაც ყველაზე მეტად ერთშიან ხოლმე დაამცირებენ, რომ იქ ცილას თავისი ოდენობა აქვს და ფიზიკური აქტივობისგან გამომდინარე უნდა გავთვალოთ. და შეიძლება 1.2-დან 1.6-მდე ან უფრო მეტზეც კი ადიოდეს გრამი კილოგრამზე გათვლა, დაახლოებით 25-30% მაინც რო იყოს დღის რაციონში და ცხივებს რაც შეეხება 35%-მდეც რო ავიდეთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ თუ ინმეს დაღუპული ქოლესტერინი აქვს 30%-ზე ქვემოთ დავიჭერდი უფრო მეტად, ხო? უბრალოდ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ცხიმები თუ ძალიან გაგვექცევა, შეიძლება სადღაც ცილა და ნახშირწყალი დაგვეჩაგროს, ასე რომ საერთო ჯამში ხე ერთი დღე ცოტა მეტ შევჭამთ ცხიმის პრობლემა მაგაში არა, მაგრამ სხვა დღეებში უნდა დავაბალანსდო. აქედან გამომდინარე ბალანსი მნიშვნელოვანია, რომ თან ალბათ შეწავაც მოხდეს ყველა ნუტრიენტის ადეკვატურად, ხო? კი ბატონო. და როგორ არის შესაძლებელი ადამიანმა თავისით, იმიტომ რომ გამიგია რაღაც კალორიების თულა, ბალანსი და რაც ეს ხშირად მithქვამს და კიდე გავიმეორე, ბუღალტერია აქვს აკიდებული ადამიანებს და არ არის ეს სტრესული ძალიან, აი როგორ ფიქრობ, აი ესე ცხოვრება. სტრესული არის და ალბათ მაგიტომაა საჭირო ზუსტად იმავე ნუტრიციოლოგთან კომუნიკაცია, რომ რაღაც დაგეხმაროს და განსაზღვროს რა იქნება და შენთვის ყველაზე მორგებული კალორიული დეფიციტი, რომელშიც არ იგრძნობ თავს დათრგუნულად, უგემური საჭმლის ჭამა არ მოგიწევს და ასე შემდეგ და არც ზედმეტი შიმშილი გამოვა და რაღაცა არც არასწორი მიდგომები, ხო? თუმცა კალორიული დეფიციტის გარეშე წონის კლება რომ არა, ეს ვიცით და ხანდახან როცა ადამიანი თუნდაც იმავე ჯანსაღითებში პრინციპით ცდილობს რაციონი მოიწესრიგოს, რაღაც ეტაპზე წონა უჩერდება, იმიტომ რომ სადღაციდან მოდის ეს კალორიები და შეიძლება მოდიოდეს ცხიმიანი პროდუქტიდან, შეიძლება ცილიდან, შეიძლება ნახშირწყლისგან. ამას წინათ რაღაცას ვამბობდით ეს ავოკადოს და მაიონეზის შედარებაზე იყო მთელი ამბავი ატეხილი, რომ ხა ავოკადო ჯანსაღია თავისთავად და მაიონეზი ხა არ არის პროდუქტი, რომელსაც ყოველს რაციონში ვურჩევდი. თუმცა ორივე ცხიმი ერთნაირია, 1 გრამი ცხიმი 9 კალორიაა და ორივე შეიძლება რომ გადააჭარბო და უბრალოდ როცა კალორიულ დეფიციტში გვინდა რომ მოვიქცეთ, მისაქცევი არის ყურადღება ყველა დეტალზე. თუმცა თავიდან ეს რა თქმა უნდა სტრესულია ხოლმე, ამიტომ არის რომ პროფესიონალის დახმარება ზოგჯერ და ხშირ შემთხვევაში საჭიროა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მე ადამიანი ეჩვევა უკვე თავის პორციებს ხვდება ხოლმე რა უკეთესია მისთვის. ავოკადოზე და მაიონეზზე მეც ჩაგერთვები, მე მაქვს პროტესტი ერთადერთი ამ ორი პროდუქტის შედარებით, იქიდან გამომდინარე ჯანსაღზე არ არის. ავოკადოს აქვს ბოჭკო და იმას არ აქვს ბოჭკო. და შეგვიძლია შევადაროთ მაიონეზი და მაშინ ექსტრა ვირჯინი. უფრო ჩემთვის რელევანტური შედარებაა ვიდრე ავოკადოს, იმიტომ რომ ავოკადოს უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ბოჭკო კიდე სხვა რაღაცას უფრო ნელა შეიწოვება, თან მაიონეზი ალბათ უნდა განსაზღვროთ, რომ არსებობს ჯანსაღი მაიონეზიც. და შესაბამისად მაიონეზი მარტო არაჯანსაღი არ არის, მე ხა სახში რო ვაკეთებ, ის კვერცხით კეთდება ექსტრა ვირჯინი ზეთით და ისეთი არაფერი არ უკეთდება პრინციპში, უბრალოდ არის ძალიან ცხიმი. ხო და აი მეც მქონდა ეგ სხვათა შორის პროტესტი და მეც მოვიწერე. კი, მეც მოვიწერე ჩემი მეგობრის სხვა ერთნაირ ვიდეოებს აკეთებთ და ჩემი მეგობარიც აკეთებს მოკლედ მაგ ვიდეოებს და მეც მივიწერე. აი მაგიტომ რომ ჩემთვის ხო რელევანტური შედარება მაგიტო არ არის, რომ ამას ბოჭკო აქვს და ორი ცხიმის შედარება ვთქვათ ჯანსაღის და არაჯანსაღის კიდე იქნებოდა მოკლედ ჩემთვის ადეკვატური მაგედან გამომდინარე. მესმის. ფიქრობ. და ეხლა მაშინ გაგცემ მაგას პასუხს, რასაც ვფიქრობ, რომ რეალურად თუ კალორიულად ავიღებთ, ანუ მაგალითად 100 კალორია ბოჭკოს და 100 კალორია მაიონეზს გავუთანებთ ერთმანეთს, წონით აბსოლუტურად სხვადასხვას მივიღებთ. შემცლობით აბსოლუტურად სხვადასხვას და სიჯანსაღის ან თუნდაც ბოჭკოს შემცლობითაც ასევე სხვადასხვას, მაგრამ მაგ კონკრეტულ ვიდეოში საუბარი მაინც იმაზე იყო, რომ კალორიულ დეფიციტში ადამიანები ან იქცევიან, ან ვერ იქცევიან და შეიძლება რომ იმ ბოჭკოთიც მიიღოს ზუსტად იგივე ცხიმი და კალორია, რასაც მაიონეზით მიიღებდი, ანუ უბრალოდ შედარებისთვის იყო მოყვანილი და მე უბრალოდ კიდე მაქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ იქიდან გამომდინარე ეს ნუტრიციოლოგია ჯერ ესეც უიცვლება 100% ისედაც არავინ არაფერი არ იცის ჯერჯერობით.
და საქართველოში ეხლა დავიწყეთ ამაზე საუბარი, მაგიტომ მე ვეკიდები ხოლმე უფრო მეტი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ როდესაც არ ხარ გარკვეული ამ თემებში, შეიძლება ესე აიღო, რომ მაიონეზი და ავოკადო ვთქვათ, ორივე ცხიმია და მხოლოდ კალორიებით მიდიან, თან განსაკუთრებით თინეიჯერები. და შესაბამისად, მე ცოტა დამაკლდა ის, რომ უფრო მეტი ცნობიერების ამაღლებისთვის, მოკლედ, არ მომეწონა ცოტა ამ ორი პროდუქტის შედარებით. მე მივხვდი თქვენ რასაც ადარებდით, მაგაში მოყვებით, მე მესმის, მაგრამ აი უბრალოდ ჩვეულებრივად მაყურებელი შეიძლება ვერ მიხვდეს და რატო ჩავეძიე ხა ამ კალორიების დეფიციტს, იმიტომ რომ რეალურად პრობლემა რა არის, ხო, რომ თინეიჯერები იმიტომ რომ ემზადებიან თქვათ რაღაც ზღვისთვის, უცბად შეიძლება 900 კალორიანი დეფიციტური კვება გამოიწერონ, ან სახში გააკეთონ და არ ვიცი, 2 კვირა ხა თინეიჯერობაში რომ ახსენდება, ერთი დღეც რო საღამოს მომშივდებოდა, იმდენად მოქნილი მეტაბოლიზმი მქონდა, რომ მეორე დღეს ძალიან დაკლებული ვიღვიძებდი და შესაბამისად ამიტომ საუბრობ ამ თემებზე, რომ კალორიულ დეფიციტსაც რო ვამბობთ, აგვიხსენი რა არის კალორიული დეფიციტი, რამდენად შეიძლება დააკლდეს, ანუ გავაკეთოთ ეს დაკლება და არა 900 კალორიაზე იყოს საუბარი და მგონია რომ 1300-იც ძალიან ცოტა არის. მესმის ახლა რასაც ამბობ, ერთწუთიან ვიდეოში ცოტა რთული არის ყველაფერი ჩაშალო. ამიტომ ვცდილობთ ჩვენც რომ იგივე პოდკასტები და ასე შემდეგ ინფორმაცია გავავრცელოთ და ასე შემდეგ. ჩემთვის ანუ ძალიან მივესალმები და ძალიან დაფასებ, მაგრამ ხო, ჩემი მხრიდან მოკლედ ეს ნაწილი იყო. და ეს კონკრეტულ შემთხვევაში ხმენებოდა იმ ფაქტს, აი ძალიან ხშირად რომ მოსულან და ვთქვათ რომ ჯანსაღკვებაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვიკლებ. და რატომ შეიძლება რომ ჯანსაღკვებაზე იყო, მაგრამ ვერ იკლებ და ჯანსაღკვება სრულიად მისაღებია, ანუ რა თქმა უნდა, ყველას ამას ვურჩევთ და არაადეკვატურ კალორიულ დეფიციტში კიდევ თუ არა ჯანსაღად იკვება ადამიანი, ეს ცალკე პრობლემა არის. ანუ მართლა სრულიად მიუღებელია, იმიტომ რომ ნუტრიენტების დეფიციტის ვითარდება პირველ რიგში. მაგრამ ეს რასაც ეხმიანებოდა ყოველ შემთხვევაში იყო ის, რომ ჯანსაღი კვება არ ნიშნავს ხოლმე ყოველთვის კალორიულ დეფიციტს. შეიძლება ჯანსაღად ვიკვებებოდეთ, მაგრამ ბალანსში ვექცეოდეთ. ასე რომ აი ეს არის რასაც გულისხმობთ იქ. ეხლა რაც შეეხება 900 კალორიან დიეტებს, რომელსაც ასევე ძალიან ვეწინააღმდეგებ. კალორიულ დეფიციტი რა არის? მოდი გავიღოთ აი ესე, ქალებსა და მამაკაცებში დავყოთ. ქალის შემთხვევაში შეიძლება რომ კალორიული ბალანსიდან გავაკეთოთ -250 მაქსიმუმ 500 კალორია. ამაზე დაბლა ფიზიკურად აღარ უნდა ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ ქალის ორგანიზმი ძალიან გრძნობიარე არის კალორიულ დეფიციტის მიმართ. რაც შეეხება მამაკაცების შემთხვევაში, -500-დან შეიძლება უფრო ქვევითაც წამოვიდეთ, -1000-იც კი შეიძლება აიტანოს მამაკაცის ორგანიზმმა, თუმცა აქაც რა თქმა უნდა ჯერ მინიმალურით ვიწყებს და მერე ვზრდით. ხო? და ასევე კალორიული დეფიციტის გარდა ადამიანებთან ყოველთვის ხდება ხოლმე ის ფაქტი, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება იცავდე კიდეც ამ დეფიციტს და მიყვებოდე, მაგრამ ორგანიზმი შეგეწინააღმდეგოს და სჯობდეს, რომ რაღაც ეტაპი გაჩერდე, ბალანსს დაუბრუნდე, დაასვენო ორგანიზმი და მერე თავიდან დაიწყო. და 900 კალორიან დიეტებს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ აი ზუსტად იმ პრობლემას ქმნის, რაზეც თავიდან დავიწყე. ძალიან სწრაფი, არაადეკვატურად სწრაფი იკლება, რომელსაც მოსდევს არა მარტო ცხიმის, არამედ კუნთოვანი მასის განლევაც და მერე ხელახლა მატება. და ამ ხელახლა მატებებს შევყავართ ზუსტად სარკოპენიული სიმსუქნისკენ, მივყავართ უფრო სწორად. ასე რომ ეს იქნებოდა ის, რაზეც აი ძალიან დიდი არა უნდა ვთქვათ და სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ დღესდღეობით რაღაცა წონის კლება, წონის კლების ეფექტურობა ფასდება ხოლმე, რამდენად სწრაფად დაიკლებს ადამიანი და რამდენად მარტივად და ეგრეც არა, მარტივი გზა ყოველთვის არ არის ყველაზე სწორი გზა. ხო, შეიძლება ხანგრძლივი გზა იყოს, ესეც არის ხოლმე როგორც წესი, რაღაცებზე ადამიანს მოუწევს უფრო მეტი დაფიქრება. მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც არას თქმა მოუწევს ეგრევე ყველაფერზე. ყველაფერს რაционიდან ესე ფიზიკურად ერთბაშად ვერ გამორიცხავ და იქ სოციალური აქტივობაც არსებობს და მეგობრების შეკრება არსებობს, რომელიც ჩვენს ფსიქოლოგიაზე მოქმედებს და უნდა დავტოვოთ ხოლმე რაღაც პერიოდულობით, ანუ ერთბაშად არ უნდა ავგრძელოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში გააზრებულ კვებას როცა ვეჩვევით, ნელ-ნელა ამ კალორიულ დეფიციტით გააზრებული კვებით უკვე რაღაც ჩვევები რო ჩამგვიყალიბდება, მივდივართ იქეთკენ რომ თან ვიკლებთ
თან ამას უკვე ვსწავლობთ შემდგომში როგორ შევინარჩუნოთ და მთავარი იდეა არის რომ რაღაც დანიშნულების წერტილს რომ მივახცევთ და ვიტყვით რა ეხა ის წონა არის რაც მინდა და ის მდგომარეობა რომელშიც კარგად გრძნობ თავს ამის მერე შენარჩუნებას როგორღაც გავუყვეთ და ვისწავლოთ ეს პროცესი თუ ვერ შევინარჩუნებთ არის შანსი იმის რომ ისევ დავიბრუნოთ მეტი ცხიმი ნაკლები კუნთი და აი აქ შემოდის ხოლმე ზუსტად ვარჯიშის ძალიან დიდი როლი და აქამდე თუ რაღაც იგივე როცა განიხილებოდა ხოლმე GLP ანალოგები მედიკამენტებით თერაპია და შემდეგ სულ აქცენტს ვაკეთებდი კვებაზე და ნუ ვარჯიშსაც ვურჩევდი ხოლმე ახლა ვიცი რომ ვარჯიშს მე მგონი ლამის კვებაზე მეტად უფრო მეტად ვურჩევ განსაკუთრებით ძალისმიერ ვარჯიშს იმიტომ რომ ამის გარეშე კუნთოვანი მასის შენარჩუნება, რაც არ უნდა ცილოზე აქცენტი აკეთო და გაზარდო მისი მიღება ძალიან რთულია და ძალიან ცუდად მოქმედებს მე საბოლოოდ მეტაბოლიზმს. GLP ანალოგები ახსენე შენ, ანუ ეს არის ოზემპიკი, მონჯარო, სხვადასხვა დასახელებებით გვხვდება. იყენებთ, ანუ რა შემთხვევაში ნიშნავთ ამას? ეხლა ძალიან პოპულარულია თვითნებურად კეთება იქიმის გარეშე 5 კილოზე და ასე შემდეგ. ხო და ზოგადად გონია რომ კარგი საშუალება არის, ანუ იმისთვის რომ სიმსუქნე მართო თუ ალბათ სწორად არის დანიშნული და აი რომ მოგვიყვა როგორ არის თქვა სწორად დანიშნა, მე ამბობენ რომ წონა ბრუნდება, კიდე რა არის ესე იგი ხშირად ამბობენ რომ თმის ცვენა მაქვს, კანის სიმშრალე და მე კი ვიცი ეს მიზეზები, მაგრამ შენ მოუყევი მაყურებელს, რატომ შეიძლება ეს მოხდეს? მესმის. GLP ანალოგები იგივე სემაგლუტიდი, ტირზაპატიდი, სემაგლუტიდი ერთი მედიკამენტია, ტირზაპატიდი მარტივად რო ჩავთვალოთ ორი მედიკამენტის კომბინაცია და კიდევ მოდის იქ რეტატრუდიტი იქნება ძალიან მალე და ასე შემდეგ, ხო? ყველა მათგანი საბოლოო ჯამში მოქმედებს ერთ მთავარ ამბავზე, რომ ზრდიან დანაყრების შეგრძნებას იქნება ეს კუჭის დაცლის პროცესის შენელებით თუ თავად ამ GLP-ს ზემოქმედებით ტვინზე და ჩვენს დანაყრების წერტილებზე, ცენტრებზე უბრალოდ და პლუს ამას ეს ქრონიკული ანთებითი პროცესებიც ასე თუ ისე ნელდება. ძალიან კარგი ეფექტები აქვს წონის კლების კუთხითაც, სემაგლუტიდს მაგალითად საწყის 68 კვირიან კვლევაზე 16%-იანი კლება ჰქონდა, ტირზაპატიდს კიდევ უფრო მეტი 22, რეტატრუდიტს კიდევ უფრო მეტი, ჯერჯერობით რაც არის 24% ვიცით და კიდევ უფრო შეიძლება მაღალი ციფრი აჩვენოს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მათგანი რაღაც ეტაპის მერე თუ შევწყვეთ, ასოცირებულია იმასთან, რომ წონა უკან დაბრუნდეს და ასოცირებულია ასევე კუნთოვანი მასის განლევასთანაც. ამიტომ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ამბობენ, რომ სიმსუქნე არის რაღაც ქრონიკული მდგომარეობა, ქრონიკული დაავადება, მოდი ვუწოდოთ ასე, ამას სტიგმატიზაციის გამო არ ვუწოდებთ, უფრო იმიტომ ვუწოდებთ, რომ მეტად ყურადღებით ვიყოთ ამ მიმართულებით. ქრონიკულია, პროგრესულია და რეციდივები ახასიათებს. შესაბამისად, თუ მკურნალობა იწყება GLP ანალოგებით, თვლიან რომ ეს ხანგრძლივადაც უნდა გაგრძელდეს და აი მაგალითად ქოლესტერინის დამწევ პრეპარატზე რომ დაუწყებთ ხოლმე პაციენტებს ზოგადად საუბარს ყოველთვის მოდის ხოლმე ეს რეაქცია ეს ისწამალია მთელი ცხოვრება რომ უნდა მივიღო ხო იმიტომ რომ ნუ ვიცით უკვე არის ეს ინფორმაცია გავრცელებული მაგრამ აი სემაგლუტიდზე ოზემპიკზე მონჯაროზე ეს არა ასე არ აღიქვამს საზოგადოება ანუ აღიქმება როგორც რაღაც ხანმოკლე კურსი რომლის შემდეგაც წონა ასე ვთქვათ უპრობლემოდ შენარჩუნდება შეიძლება რომ ვიღაცის შემთხვევაში აი სწორი კვებითი ჩვევებით, ადეკვატური მეთვალყურეობით, იგივე კალორიულ ბალანსში დარჩენით და ასე შემდეგ, შეიძლება მართლა შენერჩუნდეს, მე არ ვამბობ, რომ აი ესე ცალსახად ხაზი უნდა გადაუსვათ ყველაფერს, მაგრამ უმეტესად მოწოდებულია, რომ თუ ვიწყებთ კურნალობას და თუ ჩვენება არის, ეს გაგრძელდეს ხანგრძლივად, შესაძლებელია შედარებით დაბალი დოზით, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივად და ქრონიკულად. რაც შეეხება ახლა იმ მდგომარეობებს და შემთხვევებს, როცა აბსოლუტურად არასწორად იწყებენ ხოლმე. კეთახმები, რომ დაბალ წონაზე მაგალითად როცა უბრალოდ 28-ზე დაბალია მაგალითად BMI სხეულის მასის ინდექსი და არც რაღაც მეტაბოლური სინდრომი არ არის ჯერ ისე მძაფრად გამოხატული არ არის უმართავი დიაბეტი ან უმართავი ჰიპერქოლესტერინემია ან დარღვეული წნევა და უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანს რაღაც ზაფხულისთვის უნდა რომ ფორმაში ჩადგეს ფიქრობს რომ კარგი გამოსავალი იქნებოდა მედიკამენტის დაწყება. აქ პრობლემა არის იმაში რომ რაც უფრო ნაკლებია სხეულის მასა მით მეტად მძლავრად გამოიხატება ხოლმე გვერდითი ეფექტებიც ხო და ეს გვერდითი ეფექტები და ისე მომდინარეობს მისი ძირითადი მოქმედების მექანიზმიდან, რომ კუჭის დანელების პროცესში, ეს დაცლის პროცესს უბრალოდ ანელებს, გავაერთიანე ორი სიტყვა. აი გამოვიდა. კუჭის დანელების პროცესი. ანელებს და შესაბამისად იწვევს გულწმარვას.
ღებინების შეგრძნება ზოგიერთ ადამიანში ღებინებასაც კი და ეგ კი არა მაღალი საკმაოდ ესეთი მაღალი BMI-ის მქონე ადამიანებსაც კი აქვთ ზოგჯერ გვერდითი ეფექტები გამოხატული და დაბალი წონის შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტია და მართლა მსმენია ეგეთ შემთხვევები როცა ისეთ ადამიანს რომელსაც არინაირად არ ეკუთვნო და არც ოზემპიკის არც მონჯაროს გაკეთება გაუკეთებია ესე თვითნებურად და მართლა ძალიან ცუდი რეაქციები ჰქონია ამასთან მიმართებაში ასე რომ მედიკამენტია საბოლოო ჯამში და არ წავითამაშოთ, მასაც აქვს თავისი მოქმედება, დადებითი მხარეები და გვერდითი ეფექტები. და ესე გამოკვლევების ჩატარების გარეშეც რომ არ არის სასურველი გაკეთება, ეს მეორე საკითხია. შეიძლება ადამიანს სხეულის მასის ინდექსით ყველაფრით თითქოს ჩვენება ჰქონდეს, მაგრამ იყოს რაღაცების გამოკვლევა საჭირო, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამორიცხვა იყოს საჭირო, იგივე იმიტომ რომ ესე პირდაპირ კავშირში არაა, უბრალოდ ყოველ შემთხვევაში უკუჩვენებად ითვლება ფარისებრი ჯირკვლის მედულური კიპო, რომ ამ დროს უბრალოდ არ უნდა დანიშნა, ხო? როგორც მინიმუმ ფარისებრი ჯირკვალში რაღაც საიჭვო კვანძია რა და ასე შემდეგ, ეს მაინც უნდა იყოს შესწავლილი. პლუს ამას ხომ არ აქვს ადამიანს პანკრეატიტი გადატანილი. ესეც ძალიან დიდი უკუჩვენება, იმიტომ რომ თვითონ ზრდის პანკრეატიტის რისკს. ძალიან იშვიათად, მაგრამ ზრდის და რა ძალაგვად კი არა იმ ადამიანს დაუნიშნოთ, ვინც უკვე გადაიტანა, ხო? ნაღლის ბუშტის კენჭებთან მიმართებაში შეიძლება სწრაფმა კლებამ თვითონ მედიკამენტის გარეშეც სწრაფმა კლებამ, მაგრამ მედიკამენტთან ერთად კიდევ უფრო მაღალი რისკი. ამან შეიძლება კენჭების დაძვრა განაპირობოს და მეორადად შეიძლება სწორედ ამან ჩართოს პანკრეატიტის მექანიზმი. ასე რომ არის რაღაცები, რაც ჯერ უნდა გამოიკვლიოს ადამიანმა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მიღება. და არის ასევე ანალიზები, რომლებიც პროცესში უნდა გაკონტროლდეს ხოლმე, რა შვება თირკმელი, რა შვება ღვიძლი. სადმე რაიმე ხوار დაირღვა. პლუს ამას როცა ოზემპიკის ან მონჯაროს ჩვენება, როგორც წესი სხვა მეტაბოლური პრობლემებიც უკვე თავს იჩენს ხოლმე და თავისთავად მხოლოდ წონის კორექცია და ამ მეტაბოლური პრობლემების უგულებელყოფა არ იქნებოდა სწორი. ასე რომ კომპლექსური მიდგომაა საჭირო, ვისაც აქვს ჩვენება, ნამდვილად ძალიან ეფექტური მედიკამენტებია, გულსუსაფრთა დაავადებებს ან თირკმლის პათოლოგიებს ძალიან კარგ ზეგავლენას ახდენს ხოლმე მათზე, იგივე ღვიძლის გაცხიმოვნებაზე, თუმცა თუ ჩვენება არ არის ან უკუჩვენება, ესეც თავისთავად უნდა გამოვიკვლიოთ. და აი შენ ახსენე რომ თქვა წონის დაბრუნება დროთა განმავლობაში ხო ისედაც ადამიანი როდესაც გადადის ჯანსაღყვებაზე კუჭნაწლავი ეჩვევა ან კეთილი ბაქტერიები ისედაც რეალურად ის რაღაც ცუდი არაჯანსაღი ყვება ნაკლებად გინდება და მგონია რომ ეს წამლები ეს ნემსები ანუ გეხმარება იმაში რომ შენ შეცვალო ყვების ჩვევები და შემდეგ აი რომ ხსნი ალბათ შიმშილის გრძნობას სხვანაირად გრძნობ, მაგრამ აი ეს food noise ეს საკვების ხმაურით როგორ ეძახიან ქართულად. ხო, ანუ ბრუნდება ესე არანორმალურად, რომ ისევ მერე ვთქვათ გინდება რაღაც ჯანკი და სწრაფი ყვება თუ რახან შენი კუჭნაწლავი მიჩვეული ამდენი ხანი ესე იყვება, არის შესაძლებელი რომ ისევ მოგინდეს ჯანსაღი ყვება, იმიტომ რომ მიჩვევა იცის ჯანსაღმა ყვებამაც ძალიან. აი, ძალიან სწორად ახსენე ის, რომ უნდა მივეჩვიოთ მაგ ყველაფერს, ანუ პროცესშივე უნდა ვეცადოთ, რომ ეს ჩვევები გამოვიმუშავოთ და თუ გამოვიმუშავებთ, ნაკლებად დაბრუნდება, ნაკლები სიმძლავრით დაბრუნდება, იგივე ეს შიმშილის გრძნობა და იმ ტკბილის და ცომეულის და ასე შემდეგ მოთხოვნილება, ხო? მაგრამ გვინდა არ გვინდა ფიზიოლოგიურად ეხა ის რაღაც ეფექტი რო იხსნება წამლის, თავისთავად ამ GLP-ის დონეც ქვეითდება და შესაძლებელია რომ უფრო მეტად გამოიხატოს შიმშილის გრძნობა და დაბრუნდეს. ან მაგალითად ბარიატრიას რო შევადაროთ, ბარიატრიის შემდეგ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში მაინც ეს ეფექტები საწყისად რაც არის წონის კლების განმაპირობებელი ნარჩუნდება. მაგრამ აი GLP ანალოგების შემთხვევაში ხა ამდენი ხნის განმავლობაში მათ შენარჩუნება ვერ ხდება ხოლმე. თან გააჩნიათ ნუ რა დოზაზეც იყო ადამიანი, რა წონა დაიწყო და სხვა ყველაფერს გააჩნია. ამიტომ პირველი რეკომენდაცია ჩემგან რაცაა ხოლმე, როცა საერთოდ GLP ანალოგებს განვიხილავთ, პირველი არის რომ მოდი აბა 1-2-3 თვე ჯერ ყვება დაალაგე, დაიწყე, სცადე, რაღაც თებში გამართე, ცილა დააპრიორიტეტა, იმიტომ რომ მერეც იგივე მოგიწევს და მე ანუ თუ ამ პროცესში შეუმზადებლად შევალთ, დავიწყებთ მედიკამენტის მიღებას და მადაუცებ დაქვეითდება და
რაღაცა ეს წონაც თავისთავად დაიწყებს ქვემოთ წამოსვლას, იმიტომ რომ ფიზიკურად ჭამა აღარ გვინდა და ბუნებრივად კალორიულ დეფიციტში მოვექცევით. შეიძლება მანდ უფრო გაგვიჭირდეს ამ ჩვევებზე მუშაობა. ხო იცი, რაც უფრო მარტივია ხოლმე, ადამიანი ეგრეა მოწყობილი, რომ იმდენი სტრესია და იმდენი პრობლემა გვაქვს ყოველდღიურად, რომ მოდი ახლა კვებაზე მაინც უღარ მაფიქრებ. ეს მოდის ხოლმე ძალიან ხშირად. ცნობიერება მაგიტო ვამაღლებთ, რომ კვებაზე მე მგონი პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ. კვებაზე პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ. ამიტომ რაღაცა მოსამზადებელი პერიოდივით ვფიქრობ, რომ ყველასთვის საჭიროა რომ აიბა რაშვები გამოგდის, არ გამოგდის, თუნდაც იმ GLP ანალოგის ფონზე მოახერხებ, რომ ცილას მიაქციო ყურადღება ბოჭკო ჩართო, მოახერხებ, რომ არ იშიმშილო და ადეკვატურად დღის მანძილზე მიიღო ხოლმე საკვები. სწორედ ეს განაპირობებს მე ნორმალურ კლებასაც, ხო? არ გვინდა სწრაფი კლება, გვერდჩემნია რომ იყოს სტაბილური, რაღაცა სხეულის მასის 1% მაქსიმუმ კვირაში დაახლოებით, სხვადასხვა წონის ადამიანისთვის შეიძლება სხვადასხვა ციფრი იყოს, მაგრამ ისეთი სტაბილური, ადეკვატური და ცოტა შემდეგ 1-2-3 თვის მერე რო დაიწყებს შედეგის, დაიწყებს არა, მაგრამ დიდ კლებას რომ 2-3 თვის მერე გვაჩვენებს და არა 1 თვეში და 1 კვირაში. არდა თან შეიძლება 1 თვეში რაღაც უცბად დაიკლო, რაღაც წყალი გამოვიდეს იქ, ხო? ეგეცა, ხო, კი, და მერე შეიძლება ესეთი სწრაფი, ალბათ უფრო ჯანსაღია, ხო, აღარ იყოს, მაგრამ ასევე თმის ცვენა და კანის სიმშრალე რო ვთქვით. ხო, ალბათ ეს იმიტომ არის, რომ კვებას ვერ იცავ, ნუტრიენტებს ვერ იღებ, ხო? კი, მე გავუყევით ეს კი, არა, მე შეგახსენე. ძალიან მიხარია შემახსენე, იმიტომ რომ კი, ერთ-ერთი პირველი პრობლემა ზუსტად ეგაა, რომ ნუტრიენტებს არ ვიღებ საკმარისად და ორი თემა კიდევ აქვს. ერთი სამ დავიწყებთ თუნდაც მედიკამენტის მიღებას, ან თუნდაც მე შეგვიძლია ბარიატრიასაც შევეხოთ, ბარიატრიასაც ძალიან ხშირად მაღალი წონა ასოცირებულია ხოლმე გარკვეული ვიტამინების, მინერალების დეფიციტთან. რატო? იმიტომ რომ მაღალკალორიული საკვები დაბალ ნუტრიენტულია და ძირითადად ასეთი საკვებით ვიკვებებით ხოლმე და ასე ვიმატებთ დროთა განმავლობაში წონაში. და თუ იგივე მედიკამენტების დაწყებამდე, ან თუნდაც უბრალოდ დიეტის დაწყებამდე, არაა გადამოწმებული სისხლში გარკვეული ხშირად დეფიციტური ვიტამინების, მინერალების დონე, შეიძლება დიეტის, მედიკამენტის, ბარიატრია კიდე ცალკე თემა და იქ უფრო მძლავრად ხდება, მაგრამ ამ ყველა სამივეს ფონზე, რაც იყო უკვე ესე დეფიციტში, ან დეფიციტთან ახლოს, ძალიან სწრაფად გამოილიოს ორგანიზმში და ამას მოსდევს ხოლმე ზუსტად მე ეს თმის ცვენა გაურკვეველი შელების წვევადობა, კანის სიმშრალე, საშინელი დაღლილობა, უენერგიობა და მე კიდევ ცალკე იმას რომ უნდა იზრუნოს ადამიანმა რომ კიდე კვება გამართოს და ამ შემდეგ ამის უნარიც აღარ არის ხოლმე როგორც წესი, იმიტომ რომ საშინელი სისუსტე მოსდევს ამ ყველაფერს და სჯობს რომ ყველაფერი თავიდანვე გაიმართოს, მე თუ რამე დეფიციტურია უბრალოდ შევავსოთ, დანარჩენი მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყოთ, რომ საკვებიდან მივიღოთ საკმარისი ნუტრიენტი. და ავერიდებით ამ რაღაც გვერდით მოვლენებს. თუმცა ეს ნემსის ბრალი არ არის. ნემსის ბრალი არ არის ხოლმე როგორც. და ეს არის მცდარი წარმოადგენა ხოლმე და ამიტომ დავაკონკრეტ და აუცილებელია როგორც ახსენე ვარჯიში. ვარჯიში ძალიან და ეს კუნთის ვთქვათ განლევას იწვევს. ესეც ხო მაგაზია რომ ისედაც სწრაფი კვება კუნთი ისედაც მიდის. ხო? ანუ ნემსის გარეშეც რო გადახვიდე დიეტაზე ისეთზე რომ სწრაფად დაიკლო, კუნთს მაინც განლევა ელის, ხო? კი, ზუსტად. აი სხვა შორის ეხა ბოლოს ერთ-ერთ კონფერენციაზე გრაფიკი გვაჩვენეს დიეტის დროს მატება კლების ციკლები, უფრო ნაკლები კლება და ნაკლები მატება იყო ყოველი ციკლის შემდეგ, მაგრამ ცხიმოვანი მასა ნელ-ნელა იზრდებოდა და კუნთოვანი მასა ნელ-ნელა ქვეითდებოდა. GLP ანალოგების შემდეგ უფრო ღრმა იყო ეს კლების ნახტომი, მერე მატება უფრო მეტი, მერე ისევ ღრმა კლების ნახტომი, მატება უფრო მეტი. მაგრამ GLP-ს რო თავი დავანებოთ, რაც ახსენე, ხა ძალიან მკვეთრი მონოდიეტა, რაღაც 500 კალორიანი, 800 კალორიანი დიეტა ზუსტად იმავეს გააფუჭებს და ზუსტად იმავე ეფექტს მივიღებთ. ასე რომ საბოლოო ჯამში ეს მედიკამენტის ბრალი არაა, მედიკამენტი არის ძალიან კარგი ხელსაწყო, დამხმარე, რომელიც ვისაც სჭირდება და ეს უნდა განისაზღვროს ვის სჭირდება, ნამდვილად გამოსაყენებელია, ოღონდ სწორად. მე მგონია რომ რევოლუცია მოახდინა სიმსუქნის მართვაში. და ეხლა მე არ ვარ ექიმი და ვერ ყვევი, მაგრამ მგონია რომ ბარიატრია უფრო ნელ-ნელა ვთქვათ შემცირდება რაოდენობები, იმიტომ რომ ადრე სხვა გამოსავალი არ იყო, ხო, ეს რო არ არსებობდა, ყველა ბარიატრიას მიმართავდა და ეხლა აი ვთქვათ რა შემთხვევაში კეთდება ბარიატრია და რატო ირჩევენ ვთქვათ ამ ოპერაციას და რატო არ მიმართავენ ნემს?
ბარიატრიას უფრო სხვა ჩვენებები აქვს, აი BMI 35 და მეტი, 30-დან 35-მდე თუ განვიხილავთ, იქ მართლა დეკომპენსირებული პრობლემები უნდა იყოს, დიაბეტი, უმართავი, რაღაც ძალიან დარღვეული ლიპიდების დონე და ასე შემდეგ. რასაც ნემსი აშველის? ეც რა ნემსმაც შეიძლება რომ უშუალოს ეს უკვე მე თითქოს აი ადამიანის, პაციენტის და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილება არის. ახლა 30-დან 35-მდე მე უფრო ნემს განვიხილავდი ვიდრე ბარიატრიას, თუ მართლა ძალიან დეკომპენსირებული არ არის ადამიანი. 35 ზემოთაც კი შეიძლება ადამიანმა რომ განიხილოს დიეტა უბრალოდ ადეკვატური და აქაც ისევ და ისევ GLP ანალოგები, არც ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ იმ ბარიატრიას თავის ჩვენება აქვს, მაგრამ არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ბარიატრიაა ერთადერთი გამოსავალი, რაც ახსენე, რომ დღესდღეობით უკვე ბევრი საშუალება არსებობს მედიკამენტური თვალსაზრისითაც, გვაძლევს საშუალებას რომ ეს ბარიატრია ან გადავავადოთ, ან შეიძლება საერთოდ ავირიდოთ თავიდან. თუმცა თავისი ადგილი აქვს, როცა ახლა ჩვენებაა და სხვა გზაც არ არის, ან ნაცადი გვაქვს უკვე სხვადასხვა მედიკამენტი, ან უკვე ჩვენებებია ამ მედიკამენტების, შეიძლება რომ ბარიატრია სრულიად თავისუფლად გამოვიყენო. და ბარიატრიის დროს აი რა ხდება ადამიანს, რა მოსდის, თქვა, კუჭის რაღაც ნაწილი იჭრება, აი რა აგვიხსნა კონკრეტულად. ბარიატრიის ძალიან ბევრი სახესხვაობა, ყველაზე ხშირად გამოყენებადებს შევეხები, მოდი, რასთანაც მეც მაქვს კავშირი, ახლა ქირურგი არ ვარ, მაგრამ sleeve gastrectomia ეგრეთ წოდებული და კუჭის ბაიფასი, ხო? სლივის შემთხვევაში კუჭის დაბატარავება ხდება ზომაში, ან კუჭს რო წარმოვიდგენთ აქვს მცირე სიმრუდე და დიდი სიმრუდე და დიდი სიმრუდის ჩამოკვეთა ხდება ხოლმე რომ ესეთი წვრილი მილისებური სტრუქტურა და ფორმა მიიღოს. რაც შეეხება ბაიფას, კუჭის ბაიფას, ამ შემთხვევაში კუჭიც პატარავდება, კიდევ უფრო პატარა რჩება ხოლმე ვიდრე სლივის შემთხვევაში და პლუს ამას ნაწლავის საწყისი ნაწილის გამოთიშვა ხდება პროცესიდან. ანუ არსად არ ამოგვაქვს იქვე ვტოვებთ, უბრალოდ მას ვტოვებთ როგორც ნაღლის მჟავების და პანკრეასის წვენის გადასაადგილებელ, ასე ვთქვათ, საშუალებას უშუალოდ მონელებაში და აბსორბციაში აღარ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ ნაწლავის დისტალურ, ანუ შედარებით შორ ნაწილს მივამაგრებთ ამ ჩვენს კუჭს. ანუ ერთ შემთხვევაში, სლივის შემთხვევაში მხოლოდ კუჭს ვახებით, ბაიფასის შემთხვევაში კუჭსაც და ნაწლავსაც, ხო? კუჭი ორივე შემთხვევაში პატარავდება, ანუ უფრო სწრაფად ხდება მისი შევსება, იქ მასში არსებული უჯრედები, რომლებმაც გრელინი, ანუ შიმშილის ჰორმონი უნდა გამოიმუშავონ, მათი რაოდენობა მცირდება, თავისთავად დანაყრება უფრო ადრე მოდის და შესაბამისად უფრო მარტივია პორციის კონტროლი და კალორიას ბუნებრივად ნაკლებს ვიღებთ. რაც შეეხება ბაიფას, ამ შემთხვევაში, ნაწლავსაც ვახებით და ვიცით, რომ ნაწლავი განსაკუთრებით წვრილი შეწავაში იღებს მონაწილეობას, ხო? და თუ გარკვეულ ნუტრიენტებს ვერც შევიწოვთ ადეკვატურად, ესე იგი რაღაც კალორიები იქედანაც გვაკლდება. ამიტომ ბაიფასი როგორც წესი უფრო მძლავრია, ხოლმე ვიდრე კუჭის sleeve gastrectomia უბრალოდ შესაბამისად პროცენტული მაჩვენებლებით კლების ბაიფას უფრო მაღალი აქვს ხოლმე და უფრო ესეთი მდგრადი შენარჩუნების ფაზა აქვს. თუმცა ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია მთელი გუნდის, არა მარტო რაღაც ენდოკრინოლოგის ან ქირურგის, ან მთელი მულტიდისციპლინური გუნდის გადასაწყვეტია ხოლმე ვის რა დასჭირდება. და აი ვარჯიში ამ შემთხვევაში აუცილებელია? ვარჯიში ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ხა უშუალოდ ოპერაციის მეორე დღეს რა თქმა უნდა არ დავაწყებინებთ, იმიტომ რომ ერთი რო დასუსტებულია, მეორე რო ცოტა კალორიას იღებს, იქ ცილა პრიორიტეტში უნდა იყოს რა თქმა უნდა, მაგრამ ხა რაღაც ძალიან ძლიერ ცხოვრების წესის შეცვლა არის აუცილებელი. ვერ დაიწყებს, მაგრამ ცხოვრების წესი ნამდვილად და არსებობს სიმსუქნის მქონე ადამიანი, რომელიც თან ვარჯიშობს, მაგრამ მაინც ვერ იკლებს. კი, როგორ არსებობს. შეიძლება რომ კუნთოვანი მასაც ჰქონდეს, განვითარებული ვერ ვიტყვი რომ არა, ან რაღაცა სარკოპენიული სიმსუქნე არ იყოს, მაგრამ ცხიმოვანი მასაც იყოს საკმაოდ განვითარებული და მაინც BMI საკმაოდ მაღალ ციფრებში ადიოდეს. და მაინც თქვა საშიშია, ხო, შეიძლება ქოლესტერინიც ჰქონდეს და მაინც არის პრობლემა. კი, ადიპოზოპათია როგორც ასეთი თუ გვაქვს, ანუ თუ ცხიმოვან ქსოვილში ეს ქრონიკული ანთების კერები სულ არის და ყველაფერი სხვა უკვე რაც ჩამოვთვალე, მაშინ ეს კუნთი კი ცდილობს მაქსიმალურად რომ დამცველობითი რაღაც ბარიერი შექმნას თავის მიოკინებით, მაგრამ ცოტა რთული არის ამის გაკეთება. მხოლოდ ამაზე დაყრდნობა მხოლოდ კუნთის იმედად ვერ ვიქნებ. ხო, ისედაც ძალიან შურს იმ ადამიანების, ვინც ამბობენ განსაკუთრებით ქალები, რომ აი ვარჯიშით გავხდი. იმიტომ რომ მე კვებას თუ არ ვაკონტროლებ იმ ჩემ რაღაც სასურველ კარგ წონაზე ვერაფრით ვერ ვდგები. მარტო ვარჯიშით არ გამომდის და მესმის. ვარჯიშს რაც შეეხება, ხა შეიძლება რაღაც მსუბუქი აქტივობით უბრალოდ კალორიული დეფიციტი შეიქმნას ადამიანმა მეტი, ხო, უფრო ღრმა, მაგრამ ისედაც აი როცა საკუთარ თავს ვუთვლით კალორიულ ბალანსს, ხო, დეფიციტი არა საუბარი, როცა ვარჯიშობთ, მეტი ნუტრიენტი გვჭირდება. მეტი ცილა გვჭირდება და კალორიაც მეტი გვჭირდება და უბრალოდ ეს ყოველთვის უნდა იყოს
გათვალისწინებული თუ უბრალოდ ვარჯიშს დავიწყებთ ძალისმიერ ვარჯიშს, მაგრამ კალორიებს საკმარისად არ შევცვლით, გულისხმობ რომ შეიძლება დეფიციტში დავრჩეთ, მაგრამ ვარჯიშისთვის უკვე ძალიან ღრმა დეფიციტი არ უნდა გამოგვივიდეს. მაგ შემთხვევაში კუნთი კი არ გაიზრდება, პირიქით შეიძლება შევამციროთ და დავიკლოთ წონეში და სულ არ იყოს ეს იმ კუთხით ბენეფიტური, რაც ჩვენ ახლა ვახსენეთ, ხო? აქ ჩვენ გვინდა სხეულის რეკომპოზიცია, ანუ როცა საუბრობთ სიმსუქნის როგორც დაავადების მკურნალობაზე, ყოველთვის უნდა გქონდეს მიზნად სხეულის რეკომპოზიცია და არა მაინც წონეში კლება. ეს ამთავარი იდეა. რა კუნთოვანი მასა შევინარჩუნოთ, გავზარდოთ და ცხიმოვანი მასა შევამციროთ. ნუ კი რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რაციონში, როგორ უნდა ჩავშოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ორგანიზმში თითქმის ყველა პროცესი ბიოქიმიური რაც მიმდინარეობს, ყველა საჭიროებს წყალს. მონელების პროცესებსაც ასევე რო შევეხოთ, იქაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე თუნდაც ბოჭკო ვახსენეთ ხო რაციონში ხსნადი და უხსნადი ბოჭკო გვაქვს და ხსნადმა ბოჭკომ რო თავის საქმე გააკეთოს, თუნდაც ნაწლავის კედლის შეკუმშვა ნორმალურად რომ წავიდეს და არ გქონდეს შეკრულობის პრობლემები და ასე შემდეგ, აქაც წყლის მიღება აუცილებელია. ხშირად გამიგია რომ იგივე ბოჭკოს აი ეს რაციონიდან რომ ვერ ივსებენ და დანამატის სახით რომ მიუღიათ, პირიქით ყაბზობა განვითარებულა და ზუსტად იმიტომ რომ სავარაუდოდ წყალს არ იღებდნენ საკმარისი რაოდენობით. გარდა ამისა, თვითონ იგივე ვარჯიშის პროცესშიც რო განვიხილოთ, წყლის აუცილებლობა ძალიან დიდია და შეიძლება 500.000 მილilitrითაც გაიზარდოს წყლის მოთხოვნილება დღის მანძილზე და ერთ დეტალს გავუსვამდი კიდევ ხაზს, რომ წყალში, მოდი წყალი კი არ ვთქვა სითხე. ხა ვახსენე სულ წყალს, ვახსენებ სულ წყალს და რეალურად მხოლოდ წყალი და იმიტომ. ხო არა, მე ძალიან ვცდილობ რომ სულ წყალი დავლიო, ხო? კი, მეც ნამდვილად წყალს ვაპრიორიტეტი. მაგრამ მარტო წყალში არა სითხე, ხო? ხილი, ბოსტნეული ესენიც ითვლება ჰიდრატაციის წყაროდ და შეიძლება ჩაი და ყავაც კი განვიხილოთ. ნუ ხა ყავაში არ გულისხმობ პატარა თურქულ ყავებს რო დავლებთ 2 ყლუპი. და ალბათ ხსნად ყავას არ გულისხმობ. ხსნად ყავას არანაირად არ გულისხმობ. თუ არის ნამდვილი მაღალი ხარისხის ყავა. მარცვლისგან გაკეთებული. ესეც ნუ შეგვიძლია მოვიაზროთ რაც არის ჭიქაში, ესეც ჰიდრატაციის წყაროა. დეჰიდრატაციის ნიშნებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რა შეიძლება იყოს? შეიძლება იყოს იგივე შარდვის გაიშვიათება, ან მუქი ფერის შარდი. დღის პირველი შარდი რომ მუქი ფერის იყოს, ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ კონცენტრირებულია ღამის განმავლობაში, მაგრამ მე დღის მანძილზე შედარებით უფრო უნდა დაქვეითდეს მისი ფერი. ღიავდებოდეს. კი, უნდა ღიავდებოდეს. აი ბარიატრიის მერი არის ძალიან საინტერესო წყლის დალევის წესი. მაგალითად, არ შეიძლება წყლის მიყოლება საკვებზე. ზოგადად ისეც განიხილავენ ხოლმე, წყალი საკვებს არ უნდა მიაყოლო და მაგას კონტროვერსიული, აი ზოგი ამბობს რომ არაო, ზოგი ამბობს რომ აიურვედაში ამბობენ უფრო რომ არაო, მე ექიმები ამბობენ რომ არ არისო პრობლემა, შენ რას ფიქრობ? ჩემი თვალსაზრისით ეს პრობლემა არაა, ფერმენტები ისეც გვაქვს საკმარისი ოდენობით და თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა გამართულად მუშაობს, გამოიყოფა ეს ფერმენტები თავის საქმეს გააკეთებენ, თუ განზანდება, კიდე გამოიყოფა და დაემატება პროცესს, ასე რომ თუ ადამიანს დისკომფორტი პიროვნულად არ აქვს, რატომაც არა მიიღოს. თუმცა ეგ არის რომ ზოგჯერ უბრალოდ იმდენ წყალს ვიღებთ საკვების მიღებამდე, რომ მე შეიძლება საკვები ულუფა ვეღარ დავასრულოთ. ხანდახან შეიძლება ამ შემთხვევაში პირიქით არც კი იყოს კარგი. მაგრამ აი ბარიატრიას რო დაუბრუნდე, ბარიატრიის შემდეგ მნიშვნელოვანია რომ აუცილებლად დაშორდეს კვებას. ანუ 9 საათი 40 წუთი მაინც კვებამდე და საკვების მიღების შემდეგ ეს რაღაცა პერიოდი შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ თუ მივაყოლებთ, შეიძლება ეგრეთ წოდებული დემპინგ სინდრომის რისკი გავზარდოთ. ზოგადად მარტივი ნახშირწყლები, ტკბილი, წვენები, გაზიანის სასმელები, ან თუნდაც ნებისმიერი რაღაც ტკბილი, რომელსაც კონცენტრირებულად მეტი შაქარი აქვს, ბარიატრიის მერე ძალიან მარტივად და მალე გადადის ხოლმე ნაწლავებში ამ დაპატარებული კუჭიდან. ნაწლავში ეს მაღალ კონცენტრირებული სითხე უნდა განზავდეს აუცილებლად და ამიტომ შეიძლება სისხლძარღვებიდან პერიფერიულად სითხე უბრალოდ წყალი მოდი ასე ვთქვათ, ან სითხე გადმოვიდეს ნაწლავის შიდა ნაწილში, რომ განაზავოს ეს ყველაფერი და ეს იწვევს ხოლმე შებერილობას, დისკომფორტს, არასასურველ სიმპტომებს და წარმოიდგინე ხა ამას რომ კიდე წყალი დავაყოლოთ ზემოდან, რა თქმა უნდა გაუარესდება, ხო? ამის შემდეგ
შემდეგ შეიძლება რომ ეს გლუკოზა ჭარბად გადავიდეს სისხლში და მაღალი პიკი გააკეთოს, რასაც მოყვება აუცილებლად მის დაქვეითება და მოგვცეს გვიანი დემპინგის სიმპტომები, გამოხატული ჰიპოგლიკემიის, რეაქტიული ჰიპოგლიკემიის მოდი მაყურებელს უთხრათ თავის ენაზე რა არის. ხო, რეაქტიული ჰიპოგლიკემია. კი ბატონო, როცა გლუკოზა სწრაფად გადადის სისხლში, მარტივი ნახშირწყლებიდან სწრაფად შეიწოვება და აკეთებს ეს მაღალ პიკს, მაშინ ცდილობს ხოლმე ინსულინი, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გადმოვიდეს პანკრეასთან სისხლში, გაანეიტრალოს ეს პიკი და იმდენად ცდილობს და მე მართლა ერთიანად დაახშობს ხოლმე და მართლა შეყრის ამ გლუკოზას უჯრედებში, რომ ერთიანად ქვეითდება. და ამას მოსდევს რაღაც ძალიან დიდი სისუსტის შეგრძნება, უენერგიობის, თავის ტკივილი, ოფლიანობა, თუ მართლა 70 მგ/დეცილიტრს ჩამოცდა და მართლა ჰიპოგლიკემია მოგცა კლასიკური, მაგ შემთხვევაში ხელების კანკალი, ოფლიანობა, თავის ტკივილი, ესენი უფრო კლასიკურად გამოიხატება ხოლმე. მოდი მე მაინც ახლა მომინდა რომ დავამატოთ რომ არ არის საჭირო რომ სიმსუქნის დაავადება გქონდეს ისედაც ჩვეულებრივად ეს გაზიანი სასმელები და ეს შაქრით გატენილი სასმელები არ არის სასურველი რომ მივიღოთ. ხო, იქიდან გამომდინარე რომ მე მაინც აი კუჭნაწლავზე მაქვს აქცენტი. შეიძლება შენ ადგე და მე ენერგია დახარჯო. და თქვა თუ არ კონდეს ეგ ინსულინის პაიკი და რაც ახსენე, მაგრამ კუჭნაწლავს რას უშვებით ამ დროს, ხო? ეს ბაქტერიები ხო ზიანდება ყველა ვარიანტში. ხანგრძლივ პერსპექტივაში თუ დიდი რაოდენობით დღის მანძილზე 2, 3, 4 ჭიქა და ასე შემდეგ რაღაც შაქრიან სასმელს ვიღებთ, ეგ ნამდვილად აზიანებს კუჭნაწლავს და კუჭნაწლავის ტრაქტს, განსაკუთრებით ფლორას, მიკროფლორას. ასე რომ რეკომენდებული ეს ნამდვილად არ არის არავისთვის. ჩანსაღი არის ყოველთვის წყალი და ჯობია რომ წყალი ავერჩიოთ ხო. და თან ძალიან იცის მიჩვევა. ამ სასმელებმა ეს არის ჩემთვის სუხას გასასმელი, იმიტომ რომ შეიძლება შენ დღეში არ ვიცი გაზიან სასმელს ვამდე თქვა კოკა-კოლას, მაგრამ აუცილებლად ახვალ ისე რომ მე უფრო მეტი და მეტი მოგინდება და თან გონია რომ ყოველდღიურად ამის მიღება, იმიტომ რომ 20-80-ზე გასაგებია ხანდახან ყველაფერი შეიძლება, მაგრამ აი ესე ყოველდღიურად სისტემატიურად შენ რაციონში, როდესაც არის, საკმაოდ ზიანდება ჩვენი მიკროფლორა. მეც ამას გავუსვამდი კიდე ხას. კი. მაგიტოა რომ რეალურად აი ჰიდრატაციაში წეგან ხა წყალი ახსენე, ხო? ჰიდრატაციაში პირველი მაინც ყოველთვის წყალია და ნებისმიერი სხვა სასმელი წვენი იქნება ეს თუ გაზიანი სასმელი შეობს რომ გვერდით გადავდოთ და წყალს თუ მეტს მივიღებთ, ბუნებრივად ნაკლები იქნება მოთხოვნილება რომ გაზიანი სასმელებიც მივიღოთ. ეხა მაგასაც მაგას ვიდეოების რეფერენსები გვაქვს ხოლმე. მაგას ეხა მაგალითად ვიდეო ჩავწერეთ და საუბარი იყო რაღაც ენერგეტიკულზე, გაზიანზე და ასე შემდეგ. და ეხა ენერგეტიკულს არ ვიცი მართლა მამონტზე თუ ვინმე იუნადირებს რომელიც დღეს აღარ არის და გადაშენდა უკვე კი ბატონო დალიას მაგრამ იმიტომ რომ ვერ დახარჯავ მაგას. უბრალოდ იმდენ სწრაფად შეიწოვება რომ მიკროფლორამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ ყოველდღიურად რომ შედვართ რაღაცა სულ ოფისში ვართ, მუდმივად ესე დაბალი ინტენსივობის საქმეს ვაკეთებთ და არც მაინც და მაინც ეს გლუკოზის მოჭერება არაფერში არ გჭირდება, ამ შემთხვევაში კარგი ნამდვილად არაფერი არ მაქვს. მესმის. კი, გეთანხმები და მე რა ვიცი საკუთარ მაგალითზე ხო განმიცდია რომ წინა დღეს თუ ძალიან ბევრი შაქარი მივიღე, აი მეორე დღეს საერთოდ სხვა ხასიათით, სახით, რა ვიცი მეღვიძება და რაც უფრო თან ასაკში შედიხარ, მით უფრო ეს პრობლემაა, რა თქმა უნდა. კი. და მარილიც სხვა შორის. მარილიც, ხო. მარილის ჭარბი მიღებაც ეგრევე სითხის შეკავებას იწვევს ხოლმე, მე მეორე დღეს სასწორსაც წონის ცვალებადობას და ისედაც ვიზუალურადაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ესეთი დისკომფორტის მომდანი, თუმცა თქვა უმარილოც არ არის აუცილებელი, როცა რაღაცა რისკ ფაქტორები, აი გულისხმობ რომ ხა დარღვეული წნევა თუ არა და ასე შემდეგ, თქვა უმარილო არ არის სასურველი. ხო, ჯანმრთელი თუ ხარ, მგონია რომ მარილი საჭიროა. საჭიროც არის, იმიტომ რომ ესე უგემურ საჭმელს ფიზიკურად ვერ შეჭამ და მე შეიძლება იქ ყველის რაოდენობა გაზარდო იქ სხვა რაღაცების და ამით ეცადო გაგემრიელებას და აქაც სადღაც კალორიებში გადაცდა. გასაგებია. ნუ კიდე აი დეფიციტები რო არ განვითარდეს, ვთქვათ, აი შევაჯამოთ რა არის საჭირო ამისთვის. ვიტამინების, მინერალების ხო? ბალანსირებული და მრავალფეროვანი ყვება. შეიძლება ერთ დღეს ჩვენი რაციონი ძალიან გამართული იყოს და თუ დეფიციტზე გვაქვს საუბარი, დეფიციტი ჩავსხდეთ ძალიან მარტივად და ასე შემდეგ, მაგრამ იმავე კვების გაგრძელება მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს, ანუ მუდმივად ერთი და იმავე საკვები პროდუქტების მიღება, მაინც კარგი არაა, მრავალფეროვნება ყოველთვის უკეთესია, რაც არ უნდა ჯანსაღი იყოს ერთი პროდუქტი, მეორე პროდუქტი რაღაც სხვას გვაძლევს, ხო, დამატებით სხვა მინერალს, ვიტამინს, ფიტონუტრიენტს და ასე შემდეგ.
ასე რომ მრავალფეროვან კვებას აუცილებლად გავუსვამდი ხაზს და მეორე მხრივ ყოველთვის დეფიციტების ხშირად დეფიციტური ვიტამინების კონტროლს, რომ თუ არის რაიმეს დეფიციტი, უბრალოდ შევავსოთ, მშვიდად ვიყოთ და რაღაცა ექიმის მეთვალყურების ქვეშ. და ერთი დეტალია, აი ბარიატრიის შემდეგ აუცილებლად იცვლება ხოლმე ნაწლავის ანატომია და ფიზიოლოგია, ანუ შეწოვა ირღვევა, ქვეითდება მჟავიანობა კუჭის, რაც ძალიან ბევრი ნუტრიენტის იგივე რკინის, თუნდაც შეწოვისთვის მნიშვნელოვანია, ასევე შესაძლებელია რომ B12 შეწოვა დაირღვეს და შემცირდეს, გამომდინარე იქედან რომ შინაგანი ფაქტორი რომელმაც B12 უნდა დაიკავშიროს და ნაწლავში უნდა შეწოვა უკვე მოახდინოს, მისი რაოდენობა მცირდება ხოლმე. ასე რომ ბარიატრიის მერე გარკვეული ვიტამინების უმეტესობა ვიტამინების და მინერალების ყოველ შემთხვევაში დანამატის სახით მიღება არის აუცილებელიც კი. და ეგ კი არა ჩვეულებრივ სტანდარტულ დოზებზე უფრო მაღალი დოზებია ხოლმე საჭირო. და წეგან ვახსენეთ ხო იგივე თმის სვენე და ფრჩხილების პროვადობა ოზემპიკთან, მონჯაროსთან მიმართებაში. აქ კიდევ უფრო მეტია შანსი. იმიტომ რომ ხანგრძლივად რაღაც პერიოდის განმავლობაში თუ ვერ მივაქცევთ ყურადღებას ვიტამინების და მინერალების დონეს, ეს ეგრევე პირდაპირ აისახება ხოლმე გარეგნობაზეც, ფიზიოლოგიაზეც, ხასიათზეც და ყველაფერზე ერთად. ხო, რეალურად ამის დეფიციტი იწვევს ამ მთელ სიმპტომებს. ყველაზე ხშირად დეფიციტური ვიტამინები, აი რომელს გულისხმობ? კი, ძალიან ხშირია იგივე საქართველოში D ვიტამინის დეფიციტი. მართლა ანუ თუ არ ივსებენ ხოლმე, როგორც წესი, ძირითადად დეფიციტია ხოლმე და ნუ აქაც რა თქმა უნდა დოზას გააჩნია და ხანგრძლივობას ნუ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ამის დანიშვნა. ასევე ხშირი არის რკინის დეფიციტი, ზოგჯერ ლატენტური რკინის დეფიციტი, რომელიც სისხლის საერთო ანალიზში ესე არ ჩანს, იმიტომ რომ ჰემოგლობინი თითქოს ნორმაშია. ფერიტინი? კი, ფერიტინი უნდა შევამოწმოთ აუცილებლად ცალკე, აი ხა მაგეთკენ მივდიოდი, რომ სისხლის საერთოში თუ ჰემოგლობინი კარგია და იქ ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი უჯრედების ზომა არ არის შემცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ რკინის დეფიციტი შეიძლება არ გქონდეს და სხვათა შორის ძალიან ხშირად იმოწმებენ ხოლმე თვითონ რკინას სისხლში და მარტო რკინის შემოწმება არ არის სამწუხაროდ ინფორმატიული, უნდა შევიმოწმოთ რკინის სამარაგო ფორმა, ანუ ფერიტინი. ფერიტინი ზოგჯერ ქვედაზღვართან ახლოსაა, ზოგჯერ საერთოდ დეფიციტშია, ზოგჯერ არ არის თვლად დეფიციტში, მაგრამ ოპტიმალურიც არაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ აი მაგალითად ქალი ორსულობას გეგმავს. ჯობს რაღაც ოპტიმალურ დონემდე მივიყვანოთ, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს, როცა რკინა აკლია ორგანიზმს, კი ცდილობს რომ ის ჰემოგლობინი შეინარჩუნოს და სისხლის წითელ უჯრედებს, რომლებმაც ჟანგბადი უნდა გადაიტანონ ქსოვილებამდე, არაფერი დააკლოს, იმიტომ რომ ეს პრიორიტეტია და ამის გარეშე ფიზიკურად ვერ გავძლებთ, მაგრამ აკლებს ხოლმე თმას, კანს, ფრჩხილებს, ფარისებრ ჯირკვალსაც სხვათა შორის, რომელიც ამ ჩვენს მეტაბოლიზმზე არის პასუხისმგებელი და აი საიდან სადო და შეიძლება რკინის ფარული დეფიციტი როგორღაც დაუკავშირდეს მეტაბოლიზმის შედარებით შენელებასაც კი შეიძლება ქოლესტერინის დარღვევასაც და სხვა და სხვას. ხშირია ასევე B-ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი თუ ნაკლებად ვიღებთ ცხოველურ პროდუქტებს, მაგალითად თუნდაც ვეგეტარიანული, ვეგანური კვებისას, ვეგანურს უფრო ვიტყოდი, ხშირია რეალურად B12-ის დეფიციტიც, ნუ რკინის დეფიციტიც. ამაზე ძალიან იჭხუბეს ხო იცი ჩემი მაშინ წერდნენ რომ მარტო ვეგანურის დროს არა, ზოგადად მიწაში აღარ არის B12 და ჩვეულებრივადაც ყველას აკლია და მოკლედ იყო მთელი ამბავი და ხო, მესმის, ნუ ამ დროს კიდევ უფრო განსაკუთრებით და მე პირადი გამოცდილებით მინდა გითხრა რომ მართლა ძალიან ხშირია და ზოგჯერ ნორმაშია, მაგრამ აქაც ოპტიმალური არაა და მაინც უნდა შევსო. იმიტომ რომ B12 არ არის ვიტამინი, რომელიც მხოლოდ რაღაცა ერთ საქმეს აკეთებს, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს ორგანიზმში. ერთ-ერთი არის ზუსტად აი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა და გამრავლება და მეორე მნიშვნელოვანი არის ძალიან ნერვულ სისტემაზე ზეგავლენა. და ძალიან ხშირია ხოლმე, აი იგივე ზოგი ადამიანი ინსულინ რეზისტენტობის გამო იღებს მაგალითად მედიკამენტს ხო, მეტფორმინს ეგრეთ წოდებულს, ზოგი პრედიაბეტისთვის, ზოგი დიაბეტისთვის, ნუ გააჩნია ხა ვინ რისთვის იღებს და ვის რისთვის სჭირდება. იცის რეალურად B12-ის დონის დაქვეითება სისხლში. ეს არ ხდება ერთ და ორ თვეში, მაგრამ ხანგრძლივი მიღების ფონზე, მაგალითად ერთ წელიწადში თავისუფლად შეიძლება რომ B12 გამოილიოს და ამ დროს ადამიანს ეწყება რაღაც დაუბრუშება, გაურკვეველი სიმპტომები, აი ჭიანჭველების შეგრძნებები და თავბრუსხვევა ხო? ეგეც კი. და ვერ ხვდება რისი ბრალია და შეიძლება B12-ის დეფიციტი იყოს. კი ბატონო, დავამატებ, რომ მე მაგალითად ვარჯიშის დროს მქონდა ცოტა თავბრუსხვევა და რო ავიღე ანალიზი, მითხრეს, რომ ესე ვთქვათ არ არის გამოხატული დეფიციტი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამდენს ვარჯიშობ, ენერგიას ხარჯავ ასაკი რაღაც დავამატოთო და ანუ ეგეც არის ხანდახან, რომ შენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ექიმი განსაზღვრავს
დაგიმატოს გაკლია თუ არა? კი, და ლაბორატორიული მაჩვენებლიდან გამომდინარეც, მენსტრუალური ციკლის სიმძლავრიდან გამომდინარე თურკინაზია საუბარი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფაქტორი. კალცი შედის ამ იმაში? კალცს რაც შეეხება, ასე კალცს ყველას არ ურჩევდი, რომ მენზამინის კალცის დონე გადაიმოწმონ სისხლში, იმიტომ რომ კალციუმის სისხლში რომ შევამოწმოთ, როგორც წესი, თუ იქ არ არის დარღვეული ფარისებრ ახლო ჯირკვლის პრობლემა თუ არა, კალციუმის დონე როგორც წესი არის დაბალია ხოლმე, არც მაღალი, იმიტომ რომ იონიზირებული კალცი? ხო, იონიზირებული კალციც არ არის ხოლმე დარღვეული და არც საერთო, ეს იმიტომ რომ კალციუმის საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 1% მოძრაობს სისხლში და იმდენად მნიშვნელოვანი ორგანიზმისთვის, რომ ეს 1% გამართული და ესე ნორმაში ჩამჯდარი იყოს, იმიტომ რომ ამის გარეშე ფიზიკურად ვერც გული შეიკუმშება, ვერც კუნთები და ვერც ნერვული იმპულსები ვერ გადავა ერთი ნერვული უჯრედიდან მეორეში, რომ შეიძლება რომ ორგანიზმს დეფიციტი ჰქონდეს, მაგრამ ეს სისხლის საერთო უბრალოდ სისხლში განსაზღვრულ კალციუმზე არ აისახოს. არ არის გამორიცხული, რომ იქ ძვალს აკლდეს კალციუმი, მაგაზე ინფორმაცია სამწუხაროდ სისხლის ანალიზი არ გვაძლევს, მაგრამ სისხლში იყოს სრულიად ნორმა. თუმცა კალციუმს როგორც წესი მაინც სულ ამოწმებთ ხოლმე, რომ ვინმეს არ ჰქონდეს მართლა ფარისებრ ახლო ჯირკვლის პრობლემა, პარათიროიდული ჯირკვლის, რომელიც პირველ რიგში აკონტროლებს ასე ვთქვათ კალციუმის დონეს და არ ჰქონდეს ან ჰიპო, ან პირიქით ჰიპერკალცემია. მაგალითად, ხა ვიღაცას თუ ჰიპერკალცემია აქვს კიდევ რომ D ვიტამინი დაუმატო, არასწორი იქნება, ხო? ან უბრალოდ მაღალი დოზით რომ დაუმატოთ, რომ ეგ უკვე კლინიკურ შემთხვევას გააჩნია ვისთან როგორ. სხვა კიდევ რა, მაგნიუმი მაგალითად, ელექტროლიტები ვთქვათ. ხო, ელექტროლიტებს რაც შეეხება, აი თუ არ არის რაღაც ძალიან ჭარბი ოფლიანობა, ან მართლა დარღვეული წნევა არ არის ხოლმე ენდოკრინოლოგიაში ერთ-ერთი მიზეზი ამ ელექტროლიტების გადამოწმების ზუსტად დარღვეული წნევა, ხო, მაგრამ რაღაც ენდოკრინული პრობლემა და კონკრეტული ჰორმონის სიჭარბე, რომელიც მაგალითად კალიუმზე ცუდად მოქმედებს, დიდად როგორც ასეთი, ასე არაა ხოლმე დარღვეული სისხლში, ესეც იმიტომ რომ პრიორიტეტულია და სისხლში ინარჩუნებს ორგანიზმი. დეპოები რამდენად გვაქვს ამაზე ესე ინფორმაცია სამწუხაროდ? ხო, რეზერვი კი არ არსებობს მაგის ანალიზი. დიდად ესეთი ღრმა ანალიზი ამის არ არსებობს, მთავარია რომ უბრალოდ დაბალანსებულად ვიკვებებოდეთ ეხა კალიუმს და ნატრიუმს ასე თუ ისე მაინც ვარჯიშის დროს მაინც ვამატებ ხოლმე სპორტულ ელექტროლიტებს. ხო, ანუ თუ მაგალითად ხო, დღიური დოზა ეხა პრობლემა არ არის ხოლმე, იგივე მულტივიტამინიც რა ავიღოთ. მულტივიტამინი ვიღაცისთვის შეიძლება დამცველობით ფარი იყოს, რომ უბრალოდ რაღაცა კვება დაირღვა იმ პერიოდში და უბრალოდ დაამატა, ამით დეფიციტებს ვერ გაისწორებს, მაგრამ ვერც ჰიპერვიტამინოსში ვერ გადაიყვანს თავს და ამიტომ ვერ გადაიყვანს. ხო, მულტივიტამინის ძალიან მაღალი გაქვს, თქვა თუთია პირობითად. ხო, აი თუთია კარგი დეტალია, ეგ უნდა მეხსენებინა. თუ ეხა მაგალითად რამდენიმე დანამატს ერთდროულად ვიღებთ და აქეთ მაგანის რაღაცა თმისთვის ცალკე ვიღებთ, კანისთვის ცალკე, იქ მულტივიტამინის ცალკე, ძალიან ბევრს შედის ხოლმე თუთია. და თუთია თუ ბევრი მოგვივიდა და სპილენძით არ დავაკომპენსირეთ, ასე ვთქვათ, მაგ შემთხვევაში თუთის სიჭარბე კიდევ იმ ხელთ პრობლემა არ არის, მაგრამ სპილენძი გამოგველევა. იმიტომ რომ 10 ერთზე ან 15 ერთზე გადაენწლებით მაინც უნდა იყოს თუთია სპილენძთან მიმართებაში, იქედან გამომდინარე, რომ ეს ორი ერთმანეთს კონკურენციას უწევს შეწოვისას და განსაკუთრებით თუთია არის ხოლმე დომინანტი ამ დროს. ამიტომ თუ რაღაც შედარებით მაღალი დოზით გამოგვდის სხვადასხვა მულტივიტამინიდან, აი 50 მგ-ს მაგალითად ვაჭარბებთ და ხანგრძლივად ვიღებთ, შეიძლება სპილენძის დეფიციტი გამოვიწვიოთ ხელოვნურად და მაინც ის მერე ანემიაც იცის ნევროლოგიური პრობლემებიც შეიძლება იგივე დაბუჟებები და უსიამოვნო შეგრძნებები წამოვიდეს და საერთოდ ვერ მიხვდეს უცებ ადამიანი ის B12-იც კარგი ჰქონდეს, B9-ც და ყველა სხვა ვიტამინიც და ამ დროს რეალური პრობლემა იყოს სპილენძში. და მოდი აქვე ვუთხრათ მაყურებელს რომ მიმართონ ექიმებს. ხო, ანუ მივიდნენ ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ მიიღონ დანამატები, იმიტომ რომ მგონია რომ ეს არის ოპტიმალური გამოსავალი და გზა. კი, ყოველთვის ეგრეს ჯობს. უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის, ძალიან საინტერესო ამომწყურავი და მოკლედ ისე დინამიური პოდკასტი გამოგვევიდა და წარმატებები. ასე მგონია, მადლობა დიდ. მადლობა. წარმატებები შენს.